საღამო მშვიდობისა მეგობრებო, ღამე მშვიდობისა, უბრალოდ უკვე 12 საათი გახდა და დილა მშვიდობისაც შემიძლია გითხრათ. როგორც დაგვირდით წინა ვიდეოში, არ დაგვირდით, მაგრამ ვახსენე მამა ავთანდილ გიორგოპიანის შესახებ, რომელსაც არაჩვეულებრივი ნამუშევარი აქვს ჩვენთვის დატოვებული, რომელსაც ქვია რა საიდუმლოებას ინახავს რაჭის მთები, ედენა, ედემი, სამოთხე. და დღეს ძალიან საინტერესო ვიდეოს შევესწარი. ამ ვიდეოს ჩვენ ერთად ვნახავთ და განვიხილავთ იმ საკითხს, თუ რატომ ხდება ეს, რატომ ავიწროვებენ ქართულ მეცნიერებს, რატომ ავიწროვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც ქართული გენეტიკით არიან დაკავებული, ქართული კულტურით, ქართული ისტორიით, ვინ ავიწროვებს აქ ქართველებს და რა ინტერესები აქვთ ამ შევიწროვებით. მოდი ახლა დავიწყოთ. გადავიდეთ ახლა იმ ვიდეოზე, რომელიც მინდა რომ განახოთ. ეს არის ბატონი ცინცაძე, მის გადაცემაში არის ბატონი ავთანდილი მიწვეული და მინდა გითხრათ, რომ ბატონი ავთანდილი არის უკვე გარდაცვლილი, ნათელში ამყოფოს ხმერთმა მისი სული. ბატონი ავთანდილი არის ასევე ფუტიეთიდან, სოფელი ფუტიეთიდან, რომელიც სოფლიდანაც არის ბებია-ჩემი, ანა გიორგოპიანი, იგივე მოგვარი არის ბატონი ავთანდილის, მამა ავთანდილის და მინდა სწორედ მისი საუბარი დღეს მოვისმინოთ და თითოეულმა ქართველმა უნდა იხილოს ეს. მინდა გთხოვოთ, რომ გადააზიაროთ ვიდეო მეგობრებო და დავიწყოთ ერთად, ჩაუჭდეთ ქართველებო, ჩვენ ერთად უნდა შევიკრიბოთ. ამას წყალი არ გაუვა და ვეღარ გაუვა. დანაშაულია. მე ამ გადაცემის სამყარო ალიკო ცინცაძე გახლავართ. ჩვენ დღეს უაღრესად საინტერესო სტუმარი ყავს და ამდენად იმედია, რომ კარგი გადაცემა გამოგვივა და სანამ გადაცემის სტუმარს წარმოგიდგენთ, მინდა გამოვეხმაუროთ ჩვენ მსმენელებს და ვთქვა, გადაცემები განახლდა იმიტომ, რომ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, როგორიც არის ვინმე ბატონი დაჩი კანადიდან, რომელმაც დამირეკა სახში და მითხრა, რომ დღეს სახში გადავახო. იმდენად, რამდენადაც იგი გახლავთ პირველ რიგში ფიზიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მეორე მხრივ გახლავთ მოძღვარი ქრისტეს სამოციქულო ეკლესიის სოფელ ფუტიეთის ფუსტის სამების ტაძრის დეკანოზი და ასევე იქვე ფუსტელთა სკოლა მუზეუმის დამაარსებელი და ალბათ ხელმძღვანელი ბატონი ავთანდილ მამა ავთანდილ გიორგოპიანი. მე მინდა ავაჩვენოთ ჩვენ მამა ავთანდილი და მოგესალმებით. მამა დაგლოცოთ, ღმერთმოს იგეთე მოგცეთ, დიდ მადლობას მოგახსენებთ, რომ თქვენ დღეს მომიწვიეთ თქვენ სტუდიაში. მეგობრებო, ეხლა მე თხოვნა მაქვს რომ გადავახო იმ საჭირო წუთზე, რომელიც წუთიც აუცილებელია. მე დავიმახსოვრე 2 წუთი და 13 და გადმოვხტები მე ისევ, იმიტომ რომ მე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა წინასწარ მოგაწოდოთ. ეკლესია საფრთხეთმეტყველო ფასადზე და რა დონეზეა იქ ცოდნა ეროვნული მართლმადიდებლური ღირებულებების მიმართ. ეს უია მასაჩვენებს. ეს უია კატასტროფულია, იმიტომ რომ ჩვენ ფუსტი მართლა ის კი არ არის, ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიხსნის იმ საცავის კარებს, სადაც არის დანანული მთელი ის კულტურული მემკვიდრეობა, როცა ადამიანის ცნობიერებაში ჩაისახა უფლის მიმართ რწმენა და წამოვიდა და ბოლომდე მოვიდა. აი ეს ხე მთლიანად ფესვებიდან წვერამდე აი ამ ტრადიციის ქვეშ უნესხმოთ. ეს გრაალს უკავშირდება, გრაალი. რა თქმა უნდა, ეს გრაალი შემდგომ ევროპელებმა აქედან გადაიღეს და რით ხდება. ევროპაში, როდესაც აი ეს გრაალის მცველები და სტამპლიერები როცა აკურთხებდნენ მათ კურთხევის ბოლოს გადაეცემოდათ სატიპულე მახვილი, რომელსაც ფუსტაკი ერქვა. იგივე კატეგორიის მახვილს ფოთაშორის ჩვენ თაში ფრანგული ქვია, ვადაჯოიან მახვილს. აი ეს კავშირები უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ბევრი ასეთ ღირებულებებს ჩვენიდან იღებდნენ და ანვითარებდნენ შემდგომ. და ჩვენ თუ ვარს ვიტყვით ეროვნულ მართლმადიდებელ ცნობიერებაზე, ფაქტიურად ვჭრით იმ ტოტს, რაზეც ვზივართ. არ მარტო ჩვენ კაცობრიობის ტოტს ვჭრით, იმიტომ რომ დიდი კულტურული მემკვიდრეობა. საწრის ტოტს ვჭრით. იმიტომ ეს ყველაფერი არის უდიდესი განძი, ფასდაუდებელი, წარმოუდგენლად დიდი განძი და აი მის გამო უკვე რა თქმა უნდა მე სერიოზულ წინააღმდეგობაში ვუხდი და მოვედი ეკლესიასთან, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა ღვთისგანდიდება და ერის ინტერესების დაცვა, მაშინ როგორ შეიძლება ასეთ საქმეს უღალატოთ? პირიქით თავდადებით და მთელი სიცოცხლის ფასად უნდა დავიცვათ და გულებით აი ესეთი ღირებულებები. რა თქმა უნდა, აი მეგობრებო, ზუსტად ამ საკითხზე იქნება დღეს განხილვა და მოდი ახლა გავიგოთ თუ ვინ არის ბატონი
მამა ავთანდილ გიორგობიანი და ეხლა თვითონვე წარადგენს თავის თავს და მოусმინოთ და გავაგრძელოთ ძალიან საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდის. მას აქვს ასევე გაჩვენებთ წიგნს. ეს წიგნი დაწერილი, ჩვენ დაგვიტოვა მან მისი ნაშრომი და ქალბატონმა გიული შალიკაშვილმა შემდეგ ისინი შეკრიბა და გამოსცა როგორც წიგნად და მადლობა ქალბატონ შალიკაშვილს, ქალბატონ გიულის, რომ ასე ყოჩაღად მოიქცა და ჩვენ ეს ნაშრომი ჩვენ თვალამდე მოაღწია. მინდოდა მეთქვა არ დაგვიკარგათქო, მაგრამ როგორც ქართულ სიტყვებას შეეფერება, არ დაგვიკარგა, ჯობია ვთქვათ, რომ ჩვენამდე მოაწვდინა. მოდი ახლა გადავახვიოთ იმ წუთზე, როდესაც მამა ავთანდილი თავად იწყებს თავისი პიროვნების გაცნობას ჩვენ სახელთა მამისათა, დაძისათა, დასულისა, წმინდისათა. დავიბადე 1947 წელში ამბროლაურის რაიონის სოფელ ფუტიეთში. ესე იგი ამ ბავშვობის წლები იქ მოგატარებული, შემდეგ როცა სასკოლო ასაკისა გავხდი, უკვე მშობლები თბილისში გადმოვიდნენ. უკაცრავად შევაწყოთინე. ეხლა უკვე საინტერესო ინფორმაცია გაჟღერდა. დავიბადე სოფელ ფუტიეთში, ამბობს ბატონი მამა ავთანდილი და ეხლა საინტერესო რა არის იცით, მე ქალბატონ გიულისთან ერთად ვიყავი სოფელ ფუტიეთში ასული. მინდა გითხრათ, რომ ვმუშაობ ფილმზე, რომელიც იქნება დოკუმენტური სახის და ამ ფილმს წარგიდგენთ, როდესაც მზად მექნება, მაგრამ მანამდე მინდა გითხრათ, რა მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაჟღერდა. სოფელი ფუტიეთი არის აბსოლუტურად არანაირი იქ ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ ზამთარში არავინ არ ცხოვრობს და ზაფხულში მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ადის. სოფელი ფუტიეთი არის მიტოვებული და სოფელ ფუტიეთში დაბადება უკვე იმას ნიშნავს, რომ მამა ავთანდილის დედა, რომელმაც შვა მამა ავთანდილი იყო სრულიად ექიმებსა და კლინიკებს მოკლებული. ანუ მე მინდა გითხრათ, რომ სახლში შობა არის მნიშვნელოვანი. ეს არის, როდესაც სული იბადება ისეთ ადგილზე, სადაც მოითხოვს და არა კლინიკაში, აი ამას კიდე სხვადასხვა აქვს ერისთვის და ამას მივაქციოთ ყურადღება, როგორც ეზოთერული თვალსაზრისით და საკრალური თვალსაზრისით. ბატონი მამა ავთანდილის დედამ, რომელმაც შვა უშიშრად მისი შვილი სოფელში, სადაც მხოლოდ რამდენიმე მოსახლეა და რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს, ეს უკვე გმირობის სტოლფასია და მოდი გავაგრძელოთ. ცხოვრებულად და თბილისის 71 სკოლაში შევედი, როცა სასკოლო ასაკის გავხდი და დავამთავრე სკოლა უკვე 1976 წელს და ამავე წელს ჩავაბარე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. მაშინ პოლიტექნიკური ინსტიტუტი ერქვა, დიახ. აქედან დაიწყო ჩემი სწავლობდი იქ ფაქტიურად და დამთავრების შემდეგ, ინსტიტუტის სტაციონარული დამთავრების შემდეგ შემოთავაზეს კათედრაზე დარჩენილიყავი და გავაგრძელე ჩემი მოღვაწეობა. ფიზიკის ფაკულტეტში მე ვიყავი თბოფიზიკის კათედრაზე ნომერი 11, ასეთნაირად თერმოდინამიკა თბოგადაცემა ერქვა თავიდან კათედრას, მაგრამ შემდგომ გარკვეული პერიოდის მერე შეუცვალეს დასახელება და თბოფიზიკა დაარქვეს. ახლა იქ წლების განმავლობაში მუშაობდი, ძალიან კარგი კონტაქტები მქონდა. ეს ის კათედრა ხომ არ არის ბატონი მალხაზ-ყიფშიძე რო ხომ? მალხაზ-ყიფშიძის იყო თბოენერგეტიკის განვითარების კი. ხო, აქ იყო თავიდან ხიდაშელი იყო. ცოტა დავაჩქარებ მეგობრებო ამ ნაწილს კარგით, მე შეუნერგო. პროფესორები რა თქმა უნდა, ბოლოს მაჭავარიანი კიდევ და ასეთნაირად ახლა არის ცეზარ ბეროშვილი თუ გაინტერესებს. ცეზარი ამ კათედრის გამგე. მე ესე იგი ძალიან დიდი ის მქონდა ამ ხრივაც იქ სტუდენტების წრე მქონდა ალბათ ცნობილია იმ პერიოდში თქვენს იქ მოღვაწეობდა გეცოდინებათ საკავშირო კონკურსებში იმარჯვებდნენ ძალიან შეაჩერეს სტუდენტები და მქონდა ესე იგი სტუდენტთა სამეცნიერო წრე და მათაც თავის დროზე თქვენ მოგეხსენებათ ასეთი სახელი დავარქვით ამ სამეცნიერო წრეს ამარანტები და ამარანტებად იხსენებს რიონის ზემოწელის მსხვერპლებს ბერძნული წყაროები და აქედან დავარქვით და ახლა ჩვენი მკვლევარები ამ სახელს უკავშირებდნენ თვითონ ამირანის მისტიკასაც შესაძლოა სწორია მაგრამ მე სხვანაირად იშიფრება ეს ყოველ შემთხვევაში ასეთნაირად იყო და მე სასულიერო პირად ვეკურთხე 1997 წელს. ვიყავი 7 წელი წადი ნიკორწმინდის ტაძარში. გარკვეული შეხედულებების მერე ჩემს მიმართ მოგეხსენებათ რა შეხედულებების ფაქტიურად ისაც დავინახე ეკლესიაში. უპირველესად იყო ის პრობლემები, რომ ჩვენს ეკლესიას ფაქტიურად აი ამ ორასწლოვანმა რეჟიმმა ძალიან დიდი მძიმე მემკვიდრეობით არ გუნა მთელი რიგი ძალიან მტკივნეული საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ. ეს რა არის უპირველესად? ახლა აი 4 მეულის გამოვიდა თქვენ და მე თანხმებით ყველა სიტყვაც არ არის ნახსენები საეკლესიო აჯანყებაზე.
რას მოყვა ეს საეკლესიო ეჯანყება? ყურადღებით მოусმინეთ. ვერანაირი კრიტიკას ვერ უძლებს მე მართლა. მე მიზნეს, იმიტომ რომ თუ ასეთ დიდ მოვლენას, აი ესეთ მნიშვნელოვან მოვლენას იქ წიგნში ადგილი არ ეთმობა, ის რა საჭიროა ქართველი ერისთვის, რა საჭიროა საერთოდ ესეთი ისტორია. ეხლა რა არის ეს საეკლესიო ეჯანყება? ფაქტიურად ეს დღემდე არ არის ტაბუ მოხსნილი. ეხლა ჩვენ გონია მარტო ფრესკების გადაღება, ხატების მოპარვა დაიწყეს ჩვენ ასე ვთქვათ ერთ მოწმენა ჩtildeელმა მეზობლებმა როცა არა მარტო ამაში არ არის. მაგ ფაქტიურად დაინახეს ის დიდი პოტენციალი აღმატებული ის იბერიულ მელქისედეკიანური მართლმადიდებლური თეოსოფია რაც ჩვენში იყო და მათ გადაწყვიტეს ამის ამოძიება. ამის აი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციას აღღერებს ახლა და ყურადღებით მოისმინეთ რა. გარეშე მათ უპირატესობა არასოდეს არ ექნებოდა ჩვენზე. ერთი წუთი შეგახსოვდინებთ ხოლმე ბატონო მამაო ახანდილ და ჩაუმატებ რომ ამით ისარგებლეს ჩვენმა მეზობლებმა და მე მაქვს საკითხული წიგნი როცა ჩამოდის სომეხი მხატვარი ხელოვნებაცოდნე რომელმაც გაიტანა ჩვენი ხატებიდან ჩამოხსნილი ოქროს ნივთები ძვირადასრულები მაგრამ როგორ იყო იცით აღწერილი რუსის აღწერილი იყო ეს ყველაფერი ფუთობით ამდენი ფუთი მარგალიტი ამდენი ფუთი წარმოიდგინეთ რა გააკეთეს და როგორ ის მაგრამ მიუხედავად ამისა ამ 200-მა წელმა წარმოშვა კირიონი წარმოშვა ისე რა თქმა უნდა წინააღმდეგობა წარმოშობს ზავასაც ქმედება იწვევს უკუქმედებას ჩვენ ქმედება იწვევს უკუქმედებას ყველა ის საკითხი რომელიც საქართველოსთან გავიდა და რომელთაც უცხოელები სარგებლობენ არქეოლოგები მუზეუმებით კულტურით და ასე შემდეგ ეს ყველა საქართველოს აუცილებლად დაუბრუნდება ამას ღმერთი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გააკეთებს რომ სამართალმა საბოლოოდ უნდა თავისი ადგილი იპოვოს და ეხლა აუცილებლად მოусმინეთ ძალიან ყურადღებით მეგობრებო გაგრძელდება ცოტა დიდ ხანს მაგრამ გირჩევთ რომ დარჩეთ ჩემთან ერთად იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ კი ქართველები ხართ აუცილებლად დარჩებით ჩემთან ერთად ხვალ კვირა არის და სამუშაოებზე ნამდვილად უმრავლესობა თქვენი ჩემი მაყურებლის ახლა ვინც ხართ არ წავა და ამიტომ გირჩევთ რომ გვიანამდე დარჩეთ და უყუროთ და გააზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებო ახლა უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციებს გავაჟღერებთ. ამის შედეგი ვარ დღეს. ეს გადაცემა და ყველაფერი. ხო, ძალიან კარგი. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ამიტომ 4-მეული რადგან თქვენ ახსენეთ, მე ვიტყოდი, რომ ძალიან კარგი რამ მოხდა კიდეც, რომ ეს 4-მეული დაიწერა ასეთი სახით. იმიტომ რომ ჩვენ გვეძინა ძალიან მშვიდდა და გვეგონა რომ ვიღაცა ჩვენ საქმეს აკეთებს ამ დროს აღმოჩნდა ისეთი მნიშვნელოვანი რიცხვი კი იყო 13 ავტორი რომელმაც ეს დაწერეს მაგრამ ეს კი არაფერი ამას მოყვა ის რომ იმ წუთში ბესარიონ აპლიამ აფხაზეთის მღვდელმთავრმა ეგრეთ წოდებულმა მღვდელმთავრმა დიახ დაწერა რომ აი ხო ხედავთ ქართველები ვინ არიან არც ამბანი აქ თავიანთი არც საერთოდ სომხებიდან წარმოშობილები არიან და აი ესე ეგრეთ წოდებულმა მღვდელმთავარმა მეგობრებო და ესეთი ეგრეთ წოდებული მღვდელმთავრები აფუჭებენ საქართველოს ისტორიას. არა ყველა ეგრეთ წოდებული. ამისეს მაგრამ სამწუხარო რა არის იცით ისეთი თუ შეიძლება ჟარგონი ვიხმარო კოზირი მისცეს რომელსაც 100 წელი კიდე გავა და ჩვენ შვილებს წინ დაუდებენ როგორც აი თქვენი ავტორიტეტების დაწერილი წიგნი ეს ჩვენზეა დამოკიდებული 100 წელს სიცოცხლებს თუ 1 წელს თუ ერთვეს ამიტომ ეთყობა ესეც დაშვებულია ოფლისაგან ჩვენ რას მოვიმოქმედებთ ახლა ჩვენ ისეთი პოტენციალი გვაქვს სულიერი ძალიან ძლიერი პოტენციალი თუ ეს თავისი რეზერვები დავამოქმედეთ ვერავით არის ასეთი ლაფსუსები რომლებიც თქვენ ახლა ბრძანეთ მას წინ ვერ დაუდგება ისეთი ნიაღვარით მოსპობს და წალეკავს ამას ყველაფერს მხოლოდ ეს უნდა შევძლოთ რომ ჩვენ ეს დიდი თეოკულტურა მაგალითად ფასდაუდებელი რომელიც ჩვენშია რომელიც ფასდაუდებელია იმ გაგებით რომ ეს არის სოფლიო მნიშვნელობის განძი მარტო ჩვენი არ არის თუ კაცობრიობასაც ჭირდება ეს და აი ჩვენ ეს უნდა რა თქმა უნდა აი ობიექტური ჭეშმარიტებით და არა ისეთი დაუშვათ ამპარტავნული თუ რაღაცა არაობიექტური რაღაცა განდიდების მანერით კი არა თავისი ობიექტური რეალობითა და ფასეულობით გამოვიტანოთ კაცობრიობის წინაშე ალბათ ეს ჩვენი თაობის და ჩვენი რევანდელობის ეს აუცილებელი ამოცანა მიხარია მამაო თქვენგან რომ ესმის ეს იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა ახლა რასაც მე ვედავ ალბათ არც უნდა ვაბამდე მაგრამ ზოგიერთი ჩვენი საეკლესიო მოღვაწეს წიგნიერება ვერ უძლებს ვერავენაირ კრიტიკას წიგნიერება შეიძლება არ არის მთავარი შეიძლება სულიერება მაგრამ ის სულიერება იმ წიგნიერების საფუძველზე დგას და
ასე ვითარდება და რატომღაც ხდება ასე და თქვენ სულიერებაზე ბრძანებთ და იქნება ამ თემაზე ისევ დავახსოვთ. საქმეში იცით, ცოდნა ღვთისგან ეძლევა ადამიანს, ესე უფლისაგან და ის ცოდნაც გეძლევათ იმისათვის, რათა უფლის სახელი განვადიდოთ. ჩვენ თუ გვეძლევა ცოდნა, უნდა ვეცადოთ ყოველთვის უფლის სახელი განვადიდოთ. და უფლის სახელის განდიდება რა უფალისას დიდია რა არის? უბრალოდ ეს ყველაფერი ისე გამოვიყენოთ, რომ საზოგადოებას ხალხს წაადგეს და უკვე უფლის სახელის განდიდებაც არის, ისინი იდრობენ უფლის მადლს უკვე იმ ცოდნიდან, რომელიც გამოახოლმე ესეთი ადამიანებისგან და ესეთი შემთხვევები ჩვენ ბევრი გვაქვს ისტორიაში და ალბათ ჯობია ეს მაგალითი მოიყოთ. ახლა მე გეთანხმებით იმაში ახლა საქმე იცით რა არის მეგობრებო, ანუ აქტიურად ვიყოთ ჩართულები. მართალია თქვენ უსმენთ ახლა ამ გადაცემას, მე ლინკსაც ჩაგიგდებთ, რომელი გადაცემა არის, შემდეგ კიდევ შეგიძლიათ ეს ნახოთ, მაგრამ იაქტიურეთ, თქვენი აზრი გამოთქვით. რამე თუ მნიშვნელოვანი რა არის, იცით მეგობრებო, რომ გაიგონ, რომ ჩვენ ვარსებობთ, რომ გაიგონ, რომ ჩვენ დაინტერესებული ვართ ამ თემებით, რომ გაიგონ, რომ საქართველოს ისტორიას ვერ გადააკეთებენ, რომ გაიგონ, რომ საქართველოს ვერ მოასწობენ, რომ გაიგონ, რომ საქართველოს ვერც თვითონ მიისყიდიან და ვერც სხვას მიჰყიდიან, რომ გაიგონო საქართველო არის ღვთისმშობლის წინხვედრი და რომ გაიგონო საქართველოში არის ღვთისმშობლის თმა ჩამოსული. თმები, მეგობრებო, თმები, რომელიც დაიგრიჯა ღვთისმშობელმა ჯვარცმის დროს. ამაზე ვისაუბრეთ ჩვენ წინა ლაიფებში და თქვენც იაქტიურეთ, დაწერეთ კომენტარები, თქვენი აზრი, მოსაზრებები, ბატონ ავთანდილ თან მიმართებაში თუ გაქვთ კითხვები და მე ვეცდები რომ ქალბატონ გიულისთან მე გავიარო ეს თქვენი კითხვები, ქალბატონ გიულისთანაც ჩავწერო შემდეგ ინტერვიუ თქვენი კითხვებიდან გამომდინარე და იაქტიურეთ, კარგით? მოდი გავაგრძელოთ ახლა. არის ჩვენ აი ამ 200 წელმა უნდა ობიექტურად შევაფასო, რაც დადებითი მოხდა და რაც უარყოფითი. სულიერ სამყაროში აბსოლუტური ნგრევა განიცადა ქართულმა ეკლესიამ და ქართულმა სულიერმა კულტურამ. შესაძლოა ეს უფრო მოახერხა ჩვენმა დამპყრობელმა ვიდრე სხვებმა, იმიტომ ეს ერთმოწმუნე იყო, ასე ვთქვათ. და უფრო ადვილად გაუღო ყველა იმ მუღამს, რომელიც ამაში საიდუმლოს, რომელიც ამაში იდო. და ამაშია საქმე. ეხლა ამიტომ ამის დღეს გამოსწორება გვიწევს სამწუხარო ის არის რომ ჩვენ გვიან მივხვდით ჩვენ დავიწყეთ ეროვნულ დამოუკიდებელი ფიქრი უკვე 20 წელზე მეტია ხო და მივახციეთ კიდევაც ეს ხორციელი ასე ვთქვათ ეროვნულ ხორციელი თვალსაზრისით მაგრამ სულიერ ეს ვიდეო ჩაწერილია 12 წლის წინ მეგობრებო არც კი დაგვიწყია ამაზე ფიქრიც კი არ დაგვიწყია ჯერ ისევ წარმოვადგენთ იმ დიდი ურჩხული იმპერიის ნაწილს სულიერი თვალსაზრისით აბსოლუტურად არავითარი განსხვავება არ არის მე შემიძლია ერთი რამე ვთქვა რომ ეს არის აუცილებელიც რომ დავიწყოთ ჩვენი სულიერი ეროვნულ დამოუკიდებელი მოძრაობა იმიტომ რომ ეს უნდა აღსდგეს პირველ რიგში ჩვენი იბერიული მელქისედეკიანური მართლმადიდებლური ცნობიერება უნდა აღდგეს ამ ცნობიერების აღდგენის გარეშე ვერაფერს ვერ შევძლებთ და მე ვიტყვი პირდაპირ აი ამ ცნობიერების ფუძემდებელი მე არ მაინტერესებს მისი პოლიტიკური მხარე არც მისი მოღვაწეობა როგორც აი მაგალითად ამის ფუძემდებელი არის ზურიად გამსახურდია თავის ნაშრომებით საფრთხმეტყველო თვალსაზრისით ეს არის წინვალი ნაშრომები ეს არის ფუნდამენტი რომელსაც უნდა დავეხმაროთ ოდნავ მოგიანთ დაუბრუნდეთ ამ თემას პირველ რიგში მსმენელ შევასწრებ რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მაუწყებლობთ ამდენად თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ 2:31:91 მე ჯერჯერობით ზვიად გამსახურდია თავი დავანებოთ აი პირდაპირ გეტყვით როგორც უყურებთ როგორც კი ეს ჩემი აი ესეთი მიმართულება ჩამოვა მე უბრალოდ ვერ გავიგე ზვიად გამსახურდიას თემას თავი რატო გავანებოთო რატომ ამბობს მაგრამ ფაქტია რომ ამბობს ბატონი ცინცაძე თუმცა საინტერესო იქნებოდა რომ ბატონ ზვიადი გამსახურდიას შესახებაც 1-2 სიტყვა ეთქვა ბატონ ავთანდილს იმპერიაში. ხალი მე ნიკოს წმინდაში ვსახურობდი როგორც მოგეხსენებათ და რა თქმა უნდა დავიწყე იმ საკითხებით დაინტერესება და გამოტანა სააშკარაოზე რომელიც აუცილებელი იყო ერის სულიერად გაცოცხლებისათვის. პირველი რაც იყო დავიწყე ეს ეროვნული მართლმადიდებლური ღირებულებების მიკვლევა და გამომზეურება. მეორე დიდი ექსპედიცია პირველი რომელიც მე მოვაწყე რომელიც დაიწყო საჩხერეში და დამთავრდა მესტიაში 120 კაციანი ექსპედიცია. მაშინ მონაწილეობდნენ იმდროინდელი თავდაცვის უწყებების შენაერთებიც საერო ხალხიც და ეს იყო ფუსტის რაინდთან ნაკვალები. ფილმიც კი გადაიღო გია პაპუაშვილმა პირველმა არხმა, მაშინ პირსერა პირველი არხი საზოგადოებრივ არხს და 4 სერიად უჩვენებდა შემდგომ მთელი კვირაში ერთხელ იყო თითო სერია და 1 თვეზე მეტი უჩვენა გიას ფილმი. ეს იყო პირდაპირ უკვე ასე ვთქვათ პირველი
მოწმენდილი ცაზე პირველი მეხის გავარდნა, რომ ჩვენ უკვე ის 1000 წლოვანი სიღრმიდან მომავალი ფუსტელ რაინთ, ანუ იბერიელ გრაანის მცველთა ტრადიციის გაელვება იყო, რომელზეც წარმოქმნა არ ქონდა ჩვენს არამტუ სასულიერობებს არავის საერთო საზოგადოებას. ეს ყველაფერი ხალხურ ცნობიერებაში მინავნული იყო, რა თქმა უნდა, არსებობდა, მაგრამ ამას არავითარ იმას არ აძლევდა გასახანს და არ უსჭირდებოდა სამწუხაროდ ჩვენ და ეკლესიას, იმიტომ რომ მე მოგახსენოთ წეგან, ეს არის პირდაპირ უკვე მემკვიდრე 200 წლოვანი კოლონიური რეჟიმისა და იმას რა შეაწყობს შენი ეროვნული მართლმადიდებლური ცნობიერება, ამის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ძლიერი გამოხდომები, რა თქმა უნდა, მე ასე ვთქვი, გამომაძრეს ეკლესიიდან შემაჩვენეს როგორც წარმართი, ვინაიდან ეს ფუსტობა არის მათი აზრით წარმართული, ახლა და სოციალისტის სინამდვილეში არსებობს ტაძრები, სრული ქრისტიანული კანონიკით ნაგები, სრული ფუსტის ტაძრები, ფრესკებით, რა თქმა უნდა, ხატებით და ყველაფრით. ეს არის ფუსტი. სვანებს მინდა ვთხოვ, სვან წარმომადგენლებს, რომ ამასთან დაკავშირებით დასტური მომცენ არის თუ არა ეს სიმართლე, რა მე რა თქმა უნდა ეჭვი არ მეპარება, რომ ეს სიმართლეა, რასაც ბატონი ავთანდილი ამბობს ამ ვიდეოში, მაგრამ მე მინდა რომ გთხოვოთ, რომ იმ ურწმუნო წარმომადგენლების მიმართ, რომელთაც ეს არ სჯერათ ეს ინფორმაციები, დამიდასტუროთ კომენტარებში, რომ ასია მართლა და რომ ტაძრები აგებული სრული კანონიკით, რომელსაც ფუსტი რაინდების მიერ აშენებული ტაძრები შესაძლოა ყოფილიყო. როგორ თქვა ბატონმა ავთანდილმა, ფუსტი თუ არსები უკავშირდება ნოეს ერთ-ერთ ერთწუთს გადავახლებთ. სრული ფუსტის ტაძრები. ფუსტის ტაძრები. რომლებთაც ფუსტის ტაძრები ქვიათ, ანუ მე თხოვნა მაქვს სვან წარმომადგენლებთან ახლა შემაყურებელში ვინც არის, რომ დამიდასტურონ, რომ ეს მართლაც ასეა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მართლაც ასე იქნება და მე დიდი სიამოვნებით ავალ სვანეთში ვესტუმრები ამ ფუსტის ტაძრებს და მოვინახულებ და გადავიღებ ვიდეოებს. ესკებით რა თქმა უნდა ხატებით და ყველაფრით. ეს არის ფუსტი თუ არსები უკავშირდება ნოეს ერთ-ერთ შვილ ფუტი ხო კი ეხლა ნოეს ერთ-ერთ შვილს უკავშირდება კი და თვითონ სვანოს სინამდვილეში დღეს თეოლოგიურად ასე თეომისტიკურად ეს არის სამების არსი. აი ახლა ნახეთ შევაწყვეტინებ ცოტა ხანი და მე გახსოვთ ჩემი მაყურებელი დარწმუნებულია ინფორმირებული იქნება უკვე ჩემი ვიდეოებიდან რომ მე ადრე გავაჟღერე ენოქის წიგნის თანახმად დასკვნა მივიღე დავასკვენი რომ სავარაუდოდ ენოქი იყო ენოქის შვილიშვილი ნოე იყო სვანი და გავაჟღერე მე ერთ-ერთ ჩემ ვიდეოში და ეხლა აქაც დასტურდება რომ ნოეს შვილი იყო როგორც ჩანს აგერ წარმომადგენელი ამ ფუსტი ერთი წუთით მეგობრებო უნდა გავიხსენო ეს სიტყვა ზუსტად ფრესკებით რა თქმა უნდა ხატებით და ყველაფრით. ეს არის ფუსტი თუ არსები უკავშირდება ნოეს ერთ-ერთ შვილ ფუტი ხო კი ეხლა ნოეს ერთ-ერთ შვილს უკავშირდება. ფუტს ხო მე მინდოდა დავზუსტებულიყავი. ფუტი რომელიც არის ნოეს ერთ-ერთი შვილი, რომელიც შემდეგ ალბათ აარსებს სოფელს, სადაც თვითონ არის როგორც მამა, ესეთია და ამაარსებელი ამ სოფლისა, სავარაუდოდ ფუტიეთიც ეწოდება, აქედან გამომდინარე ფუტიეთს და არა სხვა რამიდან გამომდინარე. სავარაუდოდ ეს არის ახლა ჩემი ვარაუდი. თუმცა აი ძალიან პირდაპირი არის, რომ ნოეს ლოცვა ქართულია და ნოეს ლოცვა, რომელიც აღმოაჩინეს მეცნიერებმა, ის ისევ დამალეს და ნოეს ლოცვა იყო ქართული, სადაც მე რომ წავიკითხე ეს ლოცვა, თქვი რომ ეს არის ქართული ენა. სადაც მოხსენიებულია დედაია, ბაია არის ქართული ენა მეგობრებო. და თვითონ სვანოს სინამდვილეში დღეს თეოლოგიურად ასე თეომისტიკურად ეს არის სამების არსი. არსის მოდი ხალხმა მოგეხსენება სვანურ დიალექტს ახასიათებს. ჩქერაგია წმინდა გიორგი ხო? ასე ქვია იქ. ლამარია ღვთისმშობელს ქვია, თარინგიზა მთავარანგელოზა. ფუსტი ქვია სამებას. და იქამდესაც კი მივეცით თქვენ მივედით აი ეს არის კატასტროფის მაჩვენებელი რომ უკვე ეპისკოპოსი გამოდის და საჯაროდ ასეულობის მრევლის წინაშე ფუსტზე აცხადებს მეორე პუსტას ეს არის სამების გმობა ანუ სულიწმინდის გმობა და ეპისკოპოსი მეგობრებო აქ არ გამოდის რიგითი მღვდელი ეპისკოპოსი გამოდის და დასცინის ამ საკითხს ხვდებით რა ხდება
იცით კანონიკურად არა ჯვრის კანონის სულიწმიდის გლობა ყველაზე დიდი წოდვა და მიუტებელი წოდვა. ეხლა ეს რაზე მეტყველებს იმ უმეცნებაზე თუ რა დონეზეა დღეს ჩვენი ეკლესია საღვთისმეტყველო თასავსით და რა დონეზეა იქ წოდნა ეროვნული მართლმადიდებლური ღირებულებების მიმართ. ეს უკვე ამას აჩვენებს. ეს უკვე კატასტროფულია, იმიტომ რომ ჩვენ ფუსტი მართლა ის კი არ არის ეს არის ის გასაღები, რომელიც ჩვენ გვიხსნის იმ საცავის კარებს, სადაც არის დანანული მთელი ის კულტურული მემკვიდრეობა, როცა ადამიანის ცნობიერებაში ჩაისახა უფლის მიმართ რწმენა და წამოვიდა და ბოლომდე მოვიდა. აი ეს ხე მთლიანად ფესვებიდან წვერამდე აი ამ ტრადიციის ქვეშულის ხმოთ. ეს გრაალს უკავშირდება გრაალი. რა თქმა უნდა, ეს გრაალი შემდგომ ევროპელებმა აქედან გადაიღეს და რითქისდება. ევროპაში, როდესაც აი ეს გრაალის მცველები და ტამპლიერები როცა აკურთხებდნენ მათ კურთხევის ბოლოს გადაეცემოდათ სატიტულე მახვილი, რომელსაც ფუსტაკი ერქვა. იგივე კატეგორიის მახვილს ფოტოშორის ჩვენ თაში ფრანგული ქვია, ვადაჯურიან მახვილს. აი ეს კავშირები უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ისინი ბევრი ასეთ ღირებულებებს ჩვენიდან იღებდნენ და ანვითარებდნენ შემდგომ. და ჩვენ თუ ვარს ვიტყვით ეროვნულ მართლმადიდებელ ცნობიერებაზე, ფაქტიურად ვჭრით იმ ტოტს, რაზედაც ვზივართ. არა მარტო ჩვენ კაცობრიობის ტოტს ვჭრით, იმიტომ რომ დიდი კულტურული მემკვიდრეობა. საწრის ტოტს ვჭრით. იმიტომ ეს ყველაფერი არის უდიდესი განძი, ფასდაუდებელი, წარმოუდგენლად დიდი განძი და აი მის გამო უკვე რა თქმა უნდა მე სერიოზულ წინააღმდეგობაში მოხდი და მოვედი ეკლესიასთან, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა ღვთის გამდიდება და ერის ინტერესების დაცვა, მაშინ როგორ შეიძლება ასეთ საქმეს უღალატოთ? პირიქით თავდადებით და მთელი სიცოცხლის ფასად უნდა დავიცვათ და კბილებით აი ესეთი თქვენც ასე ფიქრობთ, მეგობრებო? დამიწერეთ, როგორ ფიქრობთ თქვენ? ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ სრულიად გამოთიშული უნდა იყოთ? მე ვფიქრობ, რომ თითოეული ქართველი ახლა დღეს ვინც ვართ დარჩენილი, როგორც ჩანს ძალიან ცოტანი ვართ, თითოეული ქართველი უნდა იყოს აქტიურად ჩართული ამ საკითხებში, რომ მოითხოვოს აბსოლუტურად გამოძიება, რატომ აკეთებს ეკლესია აი ასეთ საკითხებს, ვინ აკეთებს ეკლესიაში ასეთ საკითხებს, რატომ აპუსტიაკებს, რატომ საცინრად იგდებს ეპისკოპოსი იმ საკითხებს, რასაც ბატონი ავთანდილი იკვლევს, მეცნიერთა ჯგუფები იკვლევენ, რატომ? არა გვაქვს კითხვა? არ გაქვთ კითხვა? თუ განკითხვაზეც იქნება მე საუბარი მხელასა და განკითხვას შორის და დაელოდეთ იმ მომენტს, სადაც აი ამ ვიდეოში იხილავთ როგორ არის დამახინჯებული საეკლესიო პირებში განკითხვა და მხელა. რა თქმა უნდა. მე სახვედრია უკვე რა პოზიციაში და წამოწია მის შემდეგ მასთან. გასაგებია და ისიც მინდა თქვა, რომ მას მერე რაც დაიწერა ზვიად გამსახურდია, სულ 8 თვე ნახევარი იყო პრეზიდენტი და მაშინ 8 თვე ნახევარიც არა ზუსტად და ამ პერიოდში მონახა 15 დღე წავიდა წაღოში და დაწერა საქართველოს ფაქტობრივად მოამზადა ის მოხსენებელი, რომელიც საქართველოს სულიერი მისია. ნუ მე ძალიან გამეხარდა, რომ დაუბრუნდა ბატონი ცინცაძე ზვიად გამსახურდიას თემას და ახსენა ის, რაც ბატონმა ზვიად გამსახურდიამ ჩვენ დაგვიტოვა როგორც ესეთი ანდერძი. რა თქმა უნდა ნაჩქარევად გააკეთა ყველაფერი, რა თქმა უნდა იგი როგორც პოლიტიკოსი შეცდომებს უშვებდა და გარემოცვაც პრობლემებს ქმნიდა და გარდა ამისა ეს ერთი მხარეა იგი როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ მეორე მხარეა მისი სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც სამეცნიერო საღვთისმეტყველო დიახ, რომ ამ მართულებით რომ წასულიყო შეიძლება და საერთოდ უარი ეთქვა ყველაფერზე, მაშინ საგანძურ შეიძლება ერი უფრო. და გარდა ამისა დღეს რომ ჩვენ დალაგებული ქვეყანა გვექნებოდა, ისეთი ალბათ არავის არ ექნებოდა. ეს უბრალოდ სურვილია შეიძლება გამკითხოს ზოგიერთმა პოლიტიკოსმა, მაგრამ მაინც მინდა თქვა, რომ ისეთი სულიერ მისიასთან დაკავშირებული ისეთი სერიოზული იმპულსები არსებობს ჩვენ წარსულში და ისეთი საგანძური არსებობს, რომ მასზე უარის თქმა და მასზე არ დაყრდნობა იმ გლობალური სამყაროდან, რომელიც დღეს ყველა მხრიდან გვიტევს და დღეს აღმოაჩინა თურმე რომ გენდერული თანასწორობა უნდა კონდეს და რაღაცა და ამ დროს ეს ტრადიციებში როგორ დევს და ეს ყველაფერი იმდენად ღირებული და მნიშვნელოვანია, რომ ფაქტობრივად ამაზე ფიქრი ქვეყნის გადარჩენაზე ფიქრი კი არ არის, მხოლოდ მსოფლიო ცივილიზაციის გადარჩენაზე ფიქრია, იმიტომ რომ ზნეობრივი ნორმებია ეს. გეთანხმებით, ეხლა რა შეეცით საქმე? თვით რა თქმა უნდა უკაცრავად შევაწყვეტინებ, აი ახლა აქ კომენტარებიც იწერება და მოდი წავიკითხავ ამ კომენტარებსაც თქვენც რომ არ იყოთ ყურადღებოთ. ეპისკოპოსმა ეკუმენიზმს ანუ გაერთიანებული რელიგიის დაშვებას მოაწერა ხელი, ამბობს ხელოვანი ასევე ამბობს, რა თქმა უნდა, ეკლესია არაქართულია ბერძნული სიტყვაა და კრებას ნიშნავს. ნათია ჩხენკელი წერს, ეკლესია კანტორა გახდა კომფორტისა და რატომ იტყვიან უარს ამაზე? არა ეკლესია სასულიერო, არა დიდი ბლეფია.
არის დიდი ბლეფი, ამბობს ხელოვანი. კარგით, გავაგზავნოთ მეგობრებო. მოზრუნე ადამიანები, სულიერი ადამიანები მთელ მსოფლიოში დღეს ეძებენ ამ ციხიდან გამოსვლის საშუალებას, ხო? თავისთავად ცხადია, სად არის ამის გამოსავალი. ეხლა მე მინდა ესეთი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ეხლა ბუნებრივია ძალიან ღრმა ფუნდამენტალური კვლევები მიდის აი მახლობელი აღმოსავლეთის კულტურებზე. ეს საკმაოდ სერიოზული და ძლიერი დიდი მეცნიერები არიან როგორც ამერიკაში, ისე ევროპაში. ისინი პირდაპირ ასეთნაირად სვავენ საკითხს, მახლობელი აღმოსავლეთი არის სოფლიო ცივილიზაციის საკვანი. და ნამდვილად ასეც არის, რა თქმა უნდა, უნდა დავეთანხმოთ. მაგრამ მეორე საოცარ კითხვას სვავენ თვითონ ეს ხალხი. ისინი დღემდე ეძიებენ, რომ მათ ჰქონდათ სადღაც თავიანთი ღმერთების სამკვიდრო. ეძიებენ ამას დღემდე. ეგ ჰქონდა ჯერ ირანის მთიანეთზე, მერე თურქეთის მთიანეთზე. აი მაგალითად ამ შუამდინარო წყაროებში სახელდება ასეთი თეომისტიკური ადგილი ედენა. საიდანაც ისინი თვლენ ეს არის მთა, საიდანაც გამოდის 4 მდინარე. და აი აქ არიან ეს ჩვენი ღმერთების სამყოფელი, აქ არის ეს არის წმინდა მადელთა მთა და ეს არის აი ეს სამოთხესაც უწოდებენ დილმუნს, სადაც არის მოკლედ ყველა ის საოცრებანი და მათი ღმერთები, რომლებიც აქედან არიან შემდეგ მათთან მისული. ხლა ეს რა თქმა უნდა საინტერესოა მათთვის, იმიტომ რომ სად იყო ეს ედენა, სადაც იყო აგრეთვე ვერცხლისფერ მთებთან, აი წარმოიდგინეთ ვერცხლისფერ მთებთან და თანაც აქ იყო თეთრი და წითელი კედარი ხარობდა, რომელიც მათ ძალიან ჭირდებოდა. ეხლა სიმბოლიზებულადაც არის ეს ალბათ კედარი თვითონ მე ნიკორწმინდის ბარელიეფშიც არის კედრის ისენი გამოსახული ეს გამრავლების და უფროსი ცოცხლის სიმბოლოა, მაგრამ მეორე რამე ის არის რომ ეს კედარი სჭირდებოდათ მათ ღარიბები იყვნენ სამშენებლო მასალებით. აი ამ წყაროებით ეხლა ისინი ვარაუდობენ რომ სადღაც ეს ედენა უნდა იყოს დღევანდელი ეს ურარტუს მთიანეთი თურქეთის ტერიტორიაზე, საიდანაც სათავეს იღებს არაქსი მტკვარი და იქიდან ევფრატი და ტიგროსი. მაგრამ ეს ერთი მთა კი არ არის, ეს არის მთელი მთიანეთი 300 კილომეტრიანი დიამეტრით, საიდანაც არათუ 4-6 მდინარე გამოდის, კიდევ ჭოროხი გამოდის და მდინარე ღალისი გამოდის. ასეთი კონკრეტული მთა ეს ჩვენ გვაქვს ჩვენთან, ეს არის რიონის სათავე, რომელსაც დღემდე ქვია ედენა. და გამოდის 4 მდინარე, რიონის საკუთრივ, გადაღმა გამოდის პირიქით რიონს უწოდებს ვახუშტი. ანუ ედენა ქვია, ასე ხარ? ბაგრატიონი, ანუ ურუქი თქვენ იცით რომ შუმერთა დედაქალაქს ერქვა და გამოდის აქეთ კიდევ ცხენისწყალი და იქით გამოდის კიდევ ბალყარეთის ჩერეკი. ეს უკვე ერთი მტკიცებულება. მეორე, საინტერესოა თვითონ ის ეპიზოდი, როდესაც გილგამეშის ეპოში აღწერილია, ამასაც ეძებენ, რომ სად ჰქონდათ, სად არის ეს მთა. აღწერილია მთა, რომელსაც ქვია მაშუ შადურაბუ. და ემინდან ორი წვერი ერთად არის, ტყუps ქვია შუმერულად მაშუ. ქალურ შუმერულად. და ასეთი მთაც სინამდვილეში დასტურდება ჩვენთან. შოდარუბოძალა, შადურაბუ, რომელსაც ჩამოუდის ხევი სოფელ უწერაში. ანუ მეგობრებო, ისევ და ისევ შუმერებს უკავშირდებით, ისევ და ისევ შუმერულ ენაზეა საუბარი და ისევ და ისევ იმ ღმერთების ენაზეა საუბარი, რომელზეც წინა ვიდეოებში გქონდა საუბარი. ბუშვანი ქვია მაშუ და თვითონ უწერა დიდი მკვლევარია დიაკონოვი ცნობილი ლიუდიგორო და ურამის წიგნია და მას პირდაპირ აქვს უწერა ეს ერქვა მათ ენაზე სალუცავ ადგილს. და ასე შემდეგ ძალიან ბევრი ფაქტების ჩამოთვლა შეიძლება ჩვენ რომ დავასახელოთ უკვე თუ სად ქონდათ მათ თავიანთი ასე ვთქვათ ედენა ის დილმუნი 1000 ქვეყანა ბევრ ტერმინებს ეძახდნენ ისინი სიყვარულის მოფერების ის ქონდათ და ეს განუსაზღვრელი აქვს დღეს უცხოელ სპეციალისტებს არადის ჩვენთან არის ყველა ფაქტებით ეს ფიქრდება მაგრამ მათ ინფორმაცია არ ქონდათ ჩვენი ჩაკეტილი სივრცე ვიყავით ვინ გაიხსნა ეხლა აგერ მივაწოდეთ 8 მივაწოდეთ არა ესეთი ფორმა ჩვენ უნდა მივაწოდოთ ჩვენ უკვე ეს თანამედროვე ასე ვთქვათ ობიექტური ჭეშმარიტი ეკლესია კვლევები ბატონ ავთანდილ გიორგობენს რო ჰქონოდა მანამდე ეს წიგნი გამოცემული მეგობრებო აუცილებლად წარადგენდა აი ამ გადაცემაში ეს არის წიგნი რომელსაც ქვია მამა ავთანდილ გიორგობენისა და გიული შალიკაშვილის ერთობლივი ნამუშევარია რა საიდუმლებას ინახავს რაჭის მთები ედენა ედემის სამოთხე აქ არის ბატონი მამა ავთანდილის ყველა მეცნიერული ნამუშევარი მოთავსებული თუ ამ წიგნის შეძენა გსურთ მეგობრებო დამიკავშირდით ან ტელეფონის ნომერს ჩავაგდებ მე პირველივე კომენტარში ან განმარტებაში და დავუკავშირდებით პირდაპირ ქალბატონ გიulis რომელიც გადმოგცემთ თქვენ ამ წიგნს ეხლა გავაგზელოთ
ეკლესია ნუ თუ არ ცდილობს ამ მიმართულებით სამეცნიერო კვლევები აწარმოოს და მე მესმის რომ სხვა ის რა ქვია სულიერებასთან დაკავშირებული საკითხების კომენტირების მონოპოლიზაცია მოახდინა და ჩვენ აგვიგზალა რომ ბრეულმა არ უნდა განმარტოს მაგრამ და წმინდა მამებმა უნდა განმარტონ მხოლოდ მაგრამ თვითონ არ აინტერესდება ამ საკითხები და არ იწყებს კვლევებს თუ ვინგანან ამათ ახლა გეტყვით მაგის მიზეზიც უნდა გავაანალიზოთ ჩვენ ახლა ბუნებრივია ეს 200 წელი ტყუილ არ ჩაულია და ჯერ იმას ვერ მივახციეთ რომ აი უბრალოდ საეკლესიო აჯანყება როგორც ასეთი ქართული ხალხის ცნობიერებაში გავაანალიზოთ და გამოვიტანოთ თუ რა იყო და ისთვის ხო რა მიზეზები იყო ხო რა მიზეზები ხო ძირითადი მიზეზი წეგან დავასახელო რომ ეს იყო რომ სწორედ ის დიდი იბერული მელქისედეკიანური მართლმადიდებლური თეოსოფიური ცოდნა უნდა მოესპო და მოსპეს. ახლა ერთ მაგალითს გეტყვით. ცნობილია ქართკახეთის სამეფო დაიპყრეს არაპირულად 1800 წელს გაუქმდა. შემდგომ იმერეთის სამეფო დაიპყრეს 1800 წელს. გადის რამდენიმე წელი და იწყება საეკლესიო აჯანყება 1819 წლებში ხდება. და აი ახლა აი ამ აჯანყების დროს ძირითადი ბრძოლის ასპარეზი რომელი სოფელი ხდება. ეს ბრძოლა იმართება ამ საეკლესიო აჯანყების, როდესაც განძი მიქონდა 280 ჯორზე აკიდებული სვანეთში, საკათალიკოსო ვირსების საეკლესიო სოფელ ფუტიეთში. 1820 წლის 3 ივნის ანუ სოფელ ფუტიეთში სოფელი დღეს ფაქტიურად არაფერი აღარ არის ძველი ისეამ გაფასული ყველაფერი ვთქვათ 8-9 კოშკის ფუნდამენტი დიდი მონასტრის კომპლექსი მთლიანად აღვილი მიწისაგან პირისაგან აეკლესიები ნასოფლაური ნამოსახლი და ასეთი ტოპონიმები აუარება ხლა რა ვაკეთებ ამას თვითონ ფუტი აი ფუტი აქედან მოდის ეს იყო ნოეს შვილიშვილი ნუ ცნობილია ნოეს სხვათა შორის მეგობრებო მინდა უკაცრავად გავაწყვეტინე მინდა ახლა ფუტზე გითხრათ და ფუნთი ერთი და იგივეაო ბატონი პეტრე ქოჩაკიძე მეუბნებოდა და მეუბნებოდა იმას რომ აი ეს ამბავი შენ უნდა გაარკვიო და დაახლოებით მაშინ ორსულად ვიყავი ჩემს პირველ შვილზე და იმას მერე სამი შვილი მოყვა ზედიზედ უბრალოდ ორი შვილი მოყვა ზედიზედ ჯერ პირველი მერე მეორე მესამე 4 წელში და საერთოდ ვერ მივაქცია ამ საკითხებს ყურადღება და საერთოდ არ მქონდა ამის ძალა რომ მიმექცია აი ამ დანაბარებს თითქმის ანდერძი დამიბარა ბატონმა პეტრე ქოჩაკიძემ სიტყვიერი რომ ეს უნდა მე გამომეკვლია და აი ახლაც ვახსენებთ ფუსტებს ფუთი ერთმანეთთან კავშირშია ყველანაირად და მე ამასაც მოგიყვებით ჩვენ ხშირად ავალთ რაჭაში და სოფელ ფუტიეთში გავაკეთებთ ესე იგი ტურებს დამიკავშირდით მსურველები, რომლებსაც გსურთ რომ ახვიდეთ სოფელ ფუტიეთში, მე ქალბატონ გიulis გავაფრთხილებ, ჩვენ ერთად ავალთ და მოვინახულებთ იმ მუზეუმს, რომელიც ბატონმა ავთანდილმა დააარსა სოფელ ფუტიეთში მუზეუმად. მე ვიყავი ამ მუზეუმში და ძალიან საინტერესო ნამუშევრები ვნახე და მინდა რომ თქვენც გაგიზიაროთ და მოდი ახლა გავაგრძელოთ ჩვენ ამ საკითხზე საუბარი და სავარაუდოდ რომელი ანდერძიც მე ბატონმა პეტრე ქოჩაკიძემ დამიტოვა სავარაუდოდ ეს ანდერძი მართლაც უნდა ჩემი ტვირთი გახდა, ჩემი ჯვარი გახდა და ჩემი გასარკვევი გახდება, არ ვიცი ნახოთ. შვილები იყვნენ მოსხი თუბალი კიდე ბევრი შვილები და ქართულთა ეთნიკება თვლიან სწორი არიან მეცნიერები როდესაც მოსხი და თუბალს თვლიან მაგრამ არავითარ შემთხვევაში ფუთს არ იხსენებენ რატომ როცა ბერძნული წყაროები გვიხსენებს ეგვიპტური წყაროების გვიხსენებს ხეთური წყაროების გვიხსენებს რომ კოლხეთის დიდი კავკასიონის თიანეთში ეს ფუნტებია ფუსტები ბერძნული ვარიანტია სხვადასხვა ესენი მოსახლეობენ ვინ იყვნენ ესენი თუ მოსხი და თუბალი იყო მოსხი თუ იყო მიწათმოქმედი და თუბალი მელიტონე ფუტი იყო ქურუმული ცოდნის მატარებელი და შემთხვევითი არ არის რომ ეს მხარე სწორედ დასავლეთ საქართველოს ანუ კოლხეთის დიდი კავკასიონის მთიანეთი იყო არა მარტო ჩვენი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განსაცავი, ეს იყო სწორედ იმ მსოფლიო ცივილიზაციის აკვნად ცნობილი მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების თეომისტიკური საცავის. ეს კი ხდება ყველანაირად, რაც წევა მოგახსენეთ იმედენას და შოდა რუბოძალის და სხვადასხვა ფაქტორებია კიდევ ბევრი, რომელიც რა თქმა უნდა მომავალში კიდევ გავხსნით. ერთი წუთით, აი ზუსტად ერთი წუთით ნაპერწკალი სვავს ესეთ კითხვას, რომ იმანესქნა, ამანესქნა ადამიანებო ჩვენ რა შობით ამ ყველაფრის მერე რა ვქნათ ახლა და ნახე პასუხს გცემთ ხელოვანი გამსახურდიას ნაშრომები უნდა მივიღოთ მისი ნაშრომები შევისწავლოთ და დავნერგოთ ჭეშმარიტი რწმენა და მე დავამატებ ამას რომ გარდა იმისა რომ ჩვენ ყველა იმ დიადი ქართველის ისტორიები მათი ნაშრომები უნდა შევისწავლოთ რომელიც ქართულ კულტურას ქართულ ისტორიას და ქართველებს
წინა პლანზე აყენებდა და მათზე საუბრობდა და მათ ისტორიაზე და ჩვენზე, ხო, ჩვენ მათზე რატო ჩვენზე საუბრობდა და კეთილ სინდისიერად მოგვიხსენიებდა, ხო? მოიხსენიებდა ჩვენს მეფეებს, ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ისტორიას. აი იმ ადამიანების ნაშრომები უნდა ამოვწიოთ და ვკითხოთ აი ამ საპატრიარქოს და ამ ხელისუფლებას სად წავიდა, რატო გააკრეს, რატო შეცვალეს, სად დაგვიმალეს. ჩვენ თუ არ მოვითხოვეთ, ხო? ის რაც დაფარულია და დამალულია, იმასაც გაგვიქრობ. ეხლა რითიც ხელმძღვანელობთ აი ამ წიგს, აი ამ წიგსაც გაგვიქრობთ. რა არ დაცინიან თუ რა? ვეფხის ტყაოსანს. ვეფხის ტყაოსანსაც გაგვიქრობენ იმ მოტივით, რომ რეები წერია, რასისტულელები წერია. ხო გაჟღერდა უკვე ინტერნეტ სივრცეში, რომ შოთა რუსთაველის ვეფხის ტყაოსანს საცინად იგდებენ ზოგზოგიერთები. ზოგზოგიერთი საწყალისულები. რადიო მსმენელს შევახსენებ, რომ თქვენი სმენთ გადაცემას სიყვარული რომელსაც დაფარვა აღარ სჭირდება, ხოლო ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მამა ავთანდილ გიორგობიანი, ფიზიკოსი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი და მისი მოსაზრებები რა თქმა უნდა საინტერესოა და გარდა იმისა, რომ საინტერესოა, ყურადსაღებია და როგორია მე როგორც ვიცი, თანამედროვე ხელისუფლება როგორ უყურებს იქ რა. ეხლა ერთ ფაქტს მოგახსენებთ მე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ღირებულების ზონა გვაქვს, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს სოფლიო მნიშვნელობის თეომისტიკურ საცავად ალბათ აკვეთილათაც თქვენ წარმოიდგინეთ რეგიონის ცენტრში, ეს ამროლაურის რეგიონი შედის, ახლა ქვემო სვანეთი შედის, ძველად ისტორიულად ზემო სვანეთი მთლიანად სვანეტის სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი იყო და სხვათაშორის თვითონ ეს ტოპონიმი ამროლაური დაკავშირებულია ამროლიანების გვართან და ეს ამროლიანების გვარზე ფრესკები, გამოსახულებები ზემო სვანეთის ეკლესიებში თქვენია შემორჩენილი და საინტერესო ის არის, რომ აი ამ რეგიონის ცენტრში ძეგლი გვიდგას სასმელი ბოთლის, ან ღვინის ბოთლის. და ხო და ეხლა მრევლმა და მე გადავწყვეტეთ, რომ ეს ბოთლი აიღოს ხელისუფლებამ და მის ადგილას დადგას 400 წლის წინ ჩვენ ვაჩვენებთ ძეგლი. ბატონო, კასტელის ალბომშია ჩახატული ფუსტელი რაიონი. ეს თვითონ აღწევს, რომ არაჩვეულებრივი ვაჟკაცები არიან 20-დან 50 წლამდე მსახურობენო და კარეგნულათო, სულიერათო, ყველანაირად მომწოდებული, რომელსაც ცალხელში ხმალი უჭიავს, მეორეში ჯვარი, ვერცხლის ჯვარი, რომლის დიდი ერთგულები ისინი არიანო და მე აღწერილი აქვს, რომ ეს მხარეები დიდარია. ძალიან საეკლესიო განძითო, როდესაც მაჰმადიანები უტევდნენ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიებს, მათ მთებში მოჰქონდათ და ამიტომ როდესაც მოხვდებით ამ მათ ტერიტორიაზე ტაძრებში აუარება რელიქვიები აქვს გახიზნულიო. აი ესე უნდა ჩვენ რადიოსმენელი ტერმინს ხმარობს, ესე იგი მოსიჯეტე ჩემინესე ჯეტი, რაღაც ესე ტერმინს ხმარობს. ჩვენ დავუბრუნდებით ამ თემას, ჩვენ რადიოსმენელი ყავს გისმენთ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ, გამარჯობა. მოხიბლული ვარ თქვენი გადაცემით და მინდა გთხოვოთ, რომ საერთოდ არ შემოუშვათ ზარი. აი თურმე რატო ანგრევენ თევ სვანეთს ესენი თავიანთი ელექტროსისტემები. დიდი მადლობა ყველაფრისთვის და არ ინერვიულოთ გისმენთ ისე ყურადღებით და არ გვინდა რომ ხელში შევშალოთ. ალბათო, დიდი მადლობა. მაშინ ეს ვიდეო არის 12 წლის წინანდელი იცოდეთ რა და ამიტომ ხარისხი არ არის თლად კარგი, არც ჩემი ვიდეოების ხარისხია ხოლმე კარგი, მაგრამ მნიშვნელოვანი თემები ჟღერდება. ხარისხზე არ ვართ ჩვენ დაკონკრეტებული. თხოვნას გადავცემ ამ ქალბატონისაც ჩვენ ტექნიკურ სამსახურს ზვარი აღარ შემოვიშვათ. მართლაც ესეა და მე ვფიქრობ, რომ მართალია მამა ავთანდილი ეხლა მიემგზავრება თავის რევლთან და რაღაც ის რა პერიოდით არ იქნება თბილისში, მაგრამ როგორც კი თბილისში დაბრუნდება, ჩვენ შევხვდებით და ამ თემაზე გავაგზავნებთ საუბრებს, იმიტომ რომ ამის ასე დატოვება არ შეიძლება და რატომ დადგესო ძეგლი ისა რა ქვია ბოთლის ძეგლი ბოთლი არა გვაქვს ნანახი თუ როგორ არის ძეგლი ეხლა და მე უფრო მეორეს გეტყვით ეხლა აი წამოვიღე წერილი კულტურის სამინისტროში მე რა თქმა უნდა არც მრევლი გულხარ დაკრეფილი არ ვიყავით და ეხლა ხედავთ ამ ქალბატონს ბრძანა რომ რა ტურიზმი უნდა ამ მხარეში განავითარო მსოფლიო მნიშვნელობის ასე ვთქვათ თეოკულტურულ ცენტრში ასე ვთქვათ აკვეთი რა ტურიზმი უნდა ეხლა პირდაპირ არ არის ასე გასართობი ანუ სექს ტურიზმი და ჩვენ შევთავაზეთ თეოტურიზმი რომელიც უფრო რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და უფრო დიდი რაოდენობით ხალხსაც მოიზიდავს თავის სრული კულტურას ეწევს მიხდნენ რაზე რა ეხლა მოგახსენდეთ აი რა წერილი მომივიდა შემდგომ კულტურის სამინისტროდან რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე ცხადაძე დავით ცხადაძე აწესხებს ამ რეგიონში ეგრეთ წოდებული თეოკულტურული ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისათვის ხელშეწყობასთან ერთად დაკავშირებულ საკითხებზე აი ეგრეთ წოდებული თეოტურიზმი რა შუაშია ეგრეთ წოდებული რატო არ უნდა თეოტურიზმი რომ მიიღონ აი ამაზე ვიპასუხოთ რატო ხმარობენ ეგრეთ წოდებულ თეოტურიზმს ესე იგი მისაღები არ არის მათთვის ეს და იმიტომ ჩვენ ეს ყველაზე დიდი კულტურა გვაქვს სოფლიოში უნიკალური კულტურა გვაქვს ამაზე დიდ კულტურას ჩვენ ვერავის ვერ ვაჩვენებთ იმიტომ ეს
ფასდაუდებელსა და კონკურენციოც არის ეს არავის არ აქვს. მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია და რაც ამათ უნდათ იმას ის ყველას აქვს და ჩვენზე უკეთესა აქვს ამ განვითარებული ამიტომ აქ ნაკლები იქნება ჩვენი შანსი რომ ამ კონკურენციაში გავიმარჯვოთ და ამ გზით თუ წავალთ ჩვენ თეატურიზმის სწორუპოვარ წარმატებებს მოვიღებთ. ბატონო ავთანდილო ვერ დაგათანხმებით, იმიტომ რომ თუ ახლა ბოთლის ძეგლს დავდგამთ კარგად ჩამოვიდნენ ამის სანახავად. ახლა ბოთლის ძეგლი ეს ჩვენ ფსიქოლოგიაში ახლა გადაგვარების პერიოდის ხონდა ადრე არ იყვნენ ჩვენ წინაპრები. ახლა თქვენ წარმოიდგინეთ კახეთში ხაშმამის ძეგლი დავდგათ იმაში რაჭაში აჭარაში გარკვეული აგერ პირდაპირ შადრევი და გადმოვა არ არის. ხო აი ეს რა ვიცი აი რა ვიცი ეთყობა ახლა აქ უკვე აქ სხვა რამე ხდება ჩვენ უგონია ეს კაცობრიობა მარტივი ადამიანები მარტივი უგონია ეს კაცობრიობა იმიტომ რომ მე მინდა მოგახსენოთ წმინდა წერილიდან პირდაპირ გვეუბნება ერთ-ერთი წინასწარმეტყველი რომ მეორედ მოსული ჟამსო მე შიმშილობას ჩამოვაგდებო და იქვე ხალხს უსვამს განახორციელ შიმშილობასო სულიერსო თქვენ დაუწყებთო უფლის სიტყვასო ძებნასო და ვერ იპოვეთ წახვალ სამხრეთით აი ჩვენ უნდა დავაპყროთ კაცობრიობა ჩვენი ხვდებით რა შიმშილი დაიწყება კუჭებზე არ არის აქ საუბარი როგორც ილია მეორე გმოძღრავს რომ ფოთოლიც კი ბოლოსო ის სანატრელი გახდებაო ერთი ფოთოლი გვეყოფაო კუჭებზე კი არა აქ არის სულიერ შიმშილზე საუბარი მეგობრებო რომელიც აშკარაა რომ უკვე დაწყებულია ძალიან დიდი ხანია საგანძური გვაქვს აბსოლუტურად ამ დროს ვითომ სასულიერო პირები ალბათ მრავლად იქნებიან და ამ დროს ის შიმშილი იქნება. რა თქმა უნდა, თვითონ გვეუბნება სახარება. მეორედ მოსული ჟამს ფრთხილად იყავით თუ ჩემი სახით უფალი გვეუბნება ეშმაკი და ახლა რაღაც საკვირველია რომ ამ შემთხვევაში უკვე მოღალატები აღმოჩნდნენ სასულიერო პირები. ყველაზე უმნიშვნელოვანესი ფაროს, მაგრამ გარკვეული ნაწილი, იმიტომ თუ შევხედათ სიტუაციას, ჩვენ დუმილს ვამჯობინებთ ხშირად აი ამ პრობლემას. ხა აქ ხმას უნდა ვიღებდეთ. ჩვენ პირველ რიგში ჩვენ უნდა ვაკეთებდეთ საკითხს რომ აი ახლა სოფელი ფუტიეთი მოგახსენეთ არის საკათოლიკოს ღირსების საეკლესიო სოფელი 10 ჯერ დაწერა სოფელმა კოლექტიური წერილი პატრიარქისა და წმინდა სინოდის სახელზე ნუ ესე იგი სტატუსი დაგვიბრუნეთ აი როგორც თქვენ არ მიგიღიათ ჩინეთიდან რამე მაუზედუმის პასუხიც კი არ არის დაგასამ ხალხს რომ აი უბრალოდ ეთქვათ მაინც რომ აი ამ ღირსებას ამის გამო ატარებდით და უბრალოდ ეთქვათ ძაღლად ჩაიგდოთ ეს ხალხი ეს იმის აი ნახეთ მეგობრებო ეს ადამიანი საპატრიარქომ ხო მოიძულა აი ეს ადამიანი ხა ვისაც უყურებთ ხო მამა ავთანდილ გიორგობიანი მოიძულა აი ესეთი საპატრიარქო არის დღეს და სინოდის წევრები არიან დღეს და თავის თავს უწოდებენ წმინდა სინოდს და თავის მმართველს კიდე უწოდებენ უწმინდეს და უნიტარეს ნახეთ ჩემი სახელით მოვაო ხო ამობს ქრისტე უწმინდესი და უნიტარესი არის ქრისტეს ტიტული ხო და მისი სახელით არის მოსული უკვე ილია მეორე მაჩვენებელია რომ ჩვენ არავითარი განძი თეოკულტურული ჩვენს ეკლესიას დღეს არ აინტერესებს თუ ახლა დაუშვათ სიტყვაზე ვიტყოდით რომ რაღაც დიდი თანხა შევაგროვოთ და არის გამოგვეშენდა ალბათ გამოჩნდებოდნენ და შესაძლოა ძალიან დიდი რეგისტრატორი ხო აი ესეთი შემთხვევაში დაინტერესდებოდნენ რატომ უნდა დაინტერესდეს ეკლესია ესეთი მნიშვნელოვანი თეოკულტურული ღირებულებებით ისება კითხვა აი სწორედ აქ არის ჩვენი კატასტროფა ღმერთს მადლი რომ ჩვენ გვყავს ისეთი ადამიანები როგორც თქვენ ბრძანდებით ერთ-ერთი და გარდა ამისა ეკლესიაში დარწმუნებული ვარ არის ღირსეული სასულიერო პირები მაგრამ ღმერთმა უკნას რომ ასე არ იყოს მაგრამ იმას რასაც გაფრთხილება ჭირდება საუბარი გაცილებით მეტზეა ვიდრე ჩვეულებრივ ერთი პატარა ქვეყნის რაღაც გადარჩენაზე საუბარია სულიერ იმპულსების გადარჩენაზე მსოფლიო ცივილიზაციის იმაზე რომელზეც შემდეგ დადგა ფაქტობრივად მთელი ქრისტიანობა და მართლმადიდებელი სამყარო ამიტომ ამის გადარჩენას რომ ებრძვიან მე ეჭვიც არ მეპარება მაგრამ ვერანაირი ჰონკონგი და ისა რა ქვია ვერანაირი მატერიალური ჩამოკიდებული წინ ვერ გადაარჩენს ქვეყანას თუ მან სულიერი თავისი ძალა არ იპოვას თავის საფუძვლებთან არ დაბრუნდა და სწორედ ამიტომ იმას რასაც თქვენ ბრძანებთ ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან სამწუხაროა რომ ეკლესიის წმინდა სინოდის საკითხები პრობლემურია ბევრი რამ უკაცრავდა და ალბათ ხილებასაც მოითხოვს ახლა ერთ ამას მე შევეცდები აი ხილებასთან დაკავშირებით ჩვენ ხშირად ძალიან ხშირად ყველა კატეგორიის იერარქიიდან უბრალოდ სასულიერო პირებამდე თითქმის ყველა კატეგორიაში ვისმენთ განკითხვის წესდებას რა არის განკითხვა მაგრამ არასოდეს არ მოგესმენია და არ გვეუბნებიან ხილება რა არის ესე იგი გაიგივებულია ხილება და განკითხვა ერთმანეთთან უნდა გაარჩიოს უბრალოდ და იცოდეს რა არის ხილება რა არის განკითხვა აი ეს ეკლესიაში დღეს გაიგივებულია სწორედ ეს არის ის ცუდი და დამღუპელი მოვლენა რაც ჩვენ
ხელს გვიშლის რათა სრულფასოვანი შექმნას ჩვენი ეკლესია. იმიტომ პირდაპირ ვეუბნება წმინდა წერილი ხილების მოძულე დაღუპვის გზაზე დგას. ესე იგი თუ ზრუნავს ეკლესიას ხილება და არასწავლის უბრალოდ რა არის ხილება, ესე იგი დაღუპვის გზაზე დგას და თუ ბრმას ბრას აეკიდაო, თუ მას მიყვება აგრეთვე მრევლი, ბრმა ორივე თხრილში ჩაცვლდებიან, ამასაც გვასწავლის და დღეს ახლა ეს რეალურად უნდა ვიჯეროთ, იმიტომ კი არა რომ ვიღაცას ეგონოს რომ ჩვენ მართლმადიდებლობის ტრები ვარ და არაფერი ტრები არა ვარ, პირიქით დიდი წმინდა ილია მართლისა არ იყოს, მოყარეს პირში უძახოთ და მტეს პირს უკან. აი ეს ხდება, იმიტომ მოთანაზიერებით ეს ისე გამოდის წმინდა წერილი, მოთანაზიერებით ბნელის უნდა ყოფო საქმეთა. არ უნდა დამხილებდე, თუ ნაკლოვნებას ხედავ ეკლესიაში და შედიხარ იქა და მაშინ შენს თანაზიერი ხარ, ვარ ამხელ. და ეს აი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემს კრიტიკოსებს და ჩემს ჰეითერებს. თუ შედიხარ ეკლესიაში და არ ამბობ რამეს, შენს თანაზიარი ხარ და ამიტომ ყვირი ვარ მეგობრებო, მე არა სხვა მიზნით. ყველაფერი ერთად გადმოდის უკვე ყველაზე და როდესაც წარდგებით დაუშვათ თავის დროზე უფლის წინაშე უკვე იმ არმიას რომელსაც მიუძღვის თქვა ცნებაზე დამდგარი ეკლესია დაყვება ის მრევლიც და მოგონია ცხოვრების დებია და დაღუპვის გზაზე მიგვიზღვის და იმიტომ მეუბნება რომ მეორეთ მოსვლის და ფრთხილად იყავით ჩემი სახით ესე იგი მასტურიო და ამიტომ არის აქ უკვე სიფრთხილე მრევლისა და ყველას თითოეულს მოგონია აქ რანგს ჰქონდეს რამე მნიშვნელობა ან რაღაცა აღმატებული რანგი ყველა ერთმანეთთან თავთ უფლის წინაშე პასუხისმგებელი და ეს უნდა გავიცნობიეროთ დიახ, უნდა გავაცნობიეროთ და ახლა ნაპერწკალი წერს სოფელი წუთისაა, თუ ამ სოფლის გჯერა, მაშინ გრეხი უკვე 64-შეა. ბუნება მატერია, მაშინ ფლორის და ფაუნის წევრები 64-ში გაგიძღვებიან. ახლა ამის წინ აქვს დაწერილი ბუნება და სამშობლო გვეტყვის რა უნდა გავაკეთოთ. ხელოვანი წერს. არ არის სულიერი შიმშილი. უпроსტოდ არის სულიერი შიმშილიო. რიმა წერს, სად წაიღეს ეს ამდენი ნაშრომები ქვეყნის ამდენი საგანძური და სად გადამალეს, თუ გააჩუქეს, თუ გადაცვალეს. რატომ არ ჩანს ღვთისმშობლის თმა, რატომ გვიმალავენ ხალხმა ერმა ხომ უნდა იცოდეს. თავისი ისტორია მომავალმა თაობამ ხომ უნდა გაიგოს ვინავართ, რომ გააგრძელდეს ერის ცხოვრება. ვის ემსახურება ეს ტურები? სად წაიღეს ეს, დიახ, სად წაიღეს უდლები ეხლა არიან ნეკრომაგები. დაღუპვის გზაზე ვარ, თუ არ გამოფხიზლდით ყველა დროულად ხელოვანი წერს. გეთანხმები. გავაგრძელოთ და არა ამ ქვეყნიური პასუხისმგებლობა, არ უნდა იმ ქვეყნიურის, ყველაფერი ერთად არის და ეს უნდა გავიცნობიეროთ და ვიყოთ უნდა უფრო შემტევი, მებრძოლი ყოველგვარი აი უკეთურებებისა და დაუშვათ დამღუპელი მოვლენების მიმართ, რომელიც ჩვენ შეტოპილი ვართ უკვე და კიდევ არ გვინდა აქედან რომ ესე იგი ეს ვავიაროთ და გამოვიდეთ. მამავთანდილ მე ასეთი რამ მინდა გითხოთ ეს რა თქმა უნდა გაიმიჯნოს ორთოდოქსალიზმისგან რაღაც არალტოლერანტობისგან ეს ცოტა სხვა არის რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ეს ღვთისგმობაზე ვსაუბრობთ ეს სტარგზაზე ვსაუბრობთ და არა იმაზე რომ ჩვენ რაღაც არალტოლერანტულები ვართ და ვიღაცას არ ამინკებებლები საქმე რაში ეცით ტოლერანტობაც და აი ეს ყველაფერის ნეობრივი სიკეთები რაც ადამიანს ამშვენებს ხოლმე და მხოლოდ მიიღწევა სრულპასოვანი ეკლესიის პირობებში განათლებული ეკლესიის პირობებში თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ჩვენ ვიწყებთ რომელიმე კონფესიის დარბევას, მუსლიმანი ჯვრებით, ხელკეტებით და იმით, ეს სადავორი ტოლერანტობაა და ეს ხდება რატომ იცით ჩვენ აღარ შეგვწევს, ასე ვთქვათ, თეოლოგიური პოლემიკის ის აღარა უნარი და გადავდივართ ხელძალის მეთოდებზე. აი თქვენ მაგალითს მოგიყვანთ, როდესაც დავით აღმაშენებელმა თბილისი გაანთავისუფლა, გამოვიდოდა ხოლმე თბილისის ცენტრში დადგებოდა არსენი ყალთოელი და პაიქრობას დაიწყებდა თეოლოგიურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, მყადებთან, სასულიერო პირებთან მუსლიმანს. და იმდენად ძლიერი ქალის ჰქონდა აი პაიქრობა, რომ მასიურად დაიწყო ამ თბილისელმა გამუსლიმანებულმა მოსახლეობამ ქრისტიანობაზე გადმოსვლა და შემდგომ მათ თავიანთმა სასულიერო ირარქიებმა, რომლებიც მექაში იჯდნენ, აუგრძალეს პოლემიკა, იმიტომ რომ თუ თქვენ ესე გააგრძელებდო, ჩვენ მარცხს განვიცდითო და მათ მრევლი აღარ ვეყოლებო. აი ეს არის ბრძოლის მეთოდი და ეს იყო ქართული ეკლესიის მეთოდიკა. დღეს ჩვენ აღარ გაიხარეთ მეგობრებო, აი ეს არის ზუსტად ბრძოლის მეთოდი. აი აქ რო გაქვს და რომ შეგიძლია გადმოსცე. აქ და აქ. აი სადაც ქრისტე ამბობს რომ სული არის გონებასა და გულს შორის.
მოჩნია ეს კულტურა, იმიტომ რომ ქართულმა დღეს ეკლესიაში დადის დავაკითხეთ, თუ იცოდეს მან რა ქვია ქართულად ბიბლიას, ეს ბერძნული სიტყვა ხო არ იცის. რატო არის წმინდა ნინო ბოდბეში? რატო ერქვა ბოდბეს ძველად ბუდე? რატო ერქვა ქიზიყი? რატო ერქვა კამბეჩოვანი? რატო არის მრავალწლის წმინდა გიორგი ყველაზე აღმატებული თავისი მადმოსილებით თელს დასავლეთ საქართველოში და თელი რიგი საკითხები ამ თუ გინდა დავუყოთ ეს ნიშნავს ეს ფუსტის ტრადიცია რატო იყო სვანეთში ამდენი საგანძური ანის კოშკების ადანიშნულება ქონა ყველა მიწის რომ მოგეთ მე ვგრძნობ რომ ეკლესიამაც აუგზალა თავის იმებს რა ქვია დელთავრებს თქვენთან პოლემიკა იმიტომ რომ ცოტა რთულია ტექნიკურ მესრებად და დოქტორთან ასეთ განათლება ეს ესე იგი მემკვიდრეობა არის უკვე პირდაპირ მეძახი ეკლესიამ აუკრძალა ბატონ ავთანდილთან პოლემიკა, იმიტომ რომ ვერავინ ვერ მოუგებდა მას საუბარში, იმიტომ რომ ძალიან გასწავლული ადამიანი იყო და შემდეგ ეკლესიამ მოკლა ასევე ბატონი ავთანდილ გიორგობიანი. სამწუხაროდ მათი ხელები არის ამ ადამიანის სისხლით გასრული. და მინდა გითხრათ, რომ ლამარა ხვედელიანის კითხვას ვაი თუ შეცვალეს ღვთისმშობლის თმა ურებისგან ყველაფერი მოსალოდნელია ამაზე გავცემ აი ამ გადაცემის ბოლოს პასუხს მხოლოდ აი ახლა გავაგზავნოთ საუბარი დავამთავრებინოთ ბოლომდე სათქმელი ბატონებს რუსული იმპერიული მემკვიდრეობა ეს ყველაფერი რომელიც აბსოლუტურად ხლა რას ნიშნავს რუსის უბნისის კრების საკითხი უნდა დადგეს დადგეს ახლა ის კი არ არის რომ ვიღაცას ხვდით თავს მოკვეთავთ ძელზე გავსავთ აქ უნდა აღდგეს ჩვენში როგორც ვთქვით, ეროვნული მართლმადიდებლური ცნობიერების თეოსოფია. თუ ეს არ ადგა ეკლესიაში, ჩვენ რას წარმოვადგენთ? არაფერს არ წარმოვადგენთ მაშინ. ეს სულიერი აღდგელი ვერ ვიქნებით. ეს მემკვიდრეობით ვერ ეს 200 წლიანი და გრძელდება. მას არავინ არ შეხებია თელი არ 200 წლის განმავლობაში, ბრმად მივყვებით. და არავინ არ შეხედა იმას, რომ რა გაგვიკეთა ამ ერთ მოწმინდა, ასე ვთქვათ, ჭალებში. ნუ ასეთი რიგორობა ჩადო ჩვენში, რომ ყველანაირი ჯურის კანონის დარღვევით ხდება ჯერ სასულიერო პირების შერჩევა, ხო? სასულიერო პირები ხო ყოველთვის კატეგორიულად სუფთა წარსულის მქონე პიროვნებები უნდა ყოფილიყო. ახლა შეგვიძლია ჩვენ რეები წერება გაზეთებში და როგორ ამხელენ სასულიერო პირებს. ეს რამდენობა მათ დატოვეს სპეციალურად, იმიტომ რომ ჯერ ერთი ახლა როდესაც კაცი ზის ჭაობის პირას და თევზაობს და თქვენ გაივლით ერთმით ასე თევზაობს და თუ მოგიგებთ ის რომ კალმახს თევზაობს გაგიგუზებს კი ჭაობთან რა უნდა კალმახს. ჭაობის შექმნა მან. და ამ ჭაობს ჩვენ იმას ვერ მოვთხოვთ რაც ჭირდება დღეს ჩვენ. ამიტომ ეს ჭაობი უნდა გახდეს სულთან გამდინარე წყლა და მე კალმახებს დავიჭერთ ამ ტალღაზე მოგიყვებით ერთ ანეკდოტს ლიტერატურულ შედარებით მისაღებს ამდენად ორი ბაყაყი ზის ჭაობში პატარა ბაყაყი ეკითხება დედას დედა რატომ ზივარ ჩვენ ჭაობში რატომ არ ვარ დიდი მდინარის ნაპირებზე ის არაფერს არ რატომ არ ცხოვრობთ ზღვის ნაპირზე რაღაცა რატომ ცხოვრობთ ჭაობში და ის ბოლოს პასუხობს ეს ჩვენი სამშობლოა შვილო არა, ბუნებრივია ახლა ბედილიასაც აქვს გახსოვთ ალბათ კაცი ადამიანი რო დაწერა, როდესაც იქ აქვს მე რომ ბაღების დიალოგი აქვს რომ ამომიყვანეო აქ ჭაობიდან და ესე გამომაჭენია მხავსი რატო ჩემნაირები ბევრი არიან და სხვა იმიტომ რომ ყველა შენ გავს და ყველა შენ გავხარ კიდევ ესეთი ის არის გამოყენებული ზუსტად ხო არა რა თქმა უნდა მე ვფიქრობ რომ ამ დროს სწორედ ამ საკითხების გამო ეკლესიაში უნდა მოქმედებდეს აუცილებლად მოქმედებდეს სასულიერო თეოკულტურული რაღაცა სამეცნიერო ცენტრი გნებავთ რომ და ხილებაც უნდა მიღებული იქნას იმიტომ თავდაბლურად და მართებული ხილება უნდა მიღებული იქნას და გათვალისწინებული რა თქმა უნდა იყოს მიღებული ხილება უნდა იყოს მიღებული თუ მაგრები არიან ჩვენი სასულიერო პირები და ღვთისმიერები მაშინ ხილება უნდა უხაროდეთ ეგრეთვის არ უნდა განკვეთო ეკლესიიდან ხუდელი და არ უნდა დაუწყო კრიმინალები დევნები როგორ გაგოდა მან და ასე შემდეგ რომ ამ ხილა ესე იგი რაღაცაში ეს ხილება ეს ჩვეულებრივი ის არის რა ქვია ისეთი რაღაცა ეკლესიის საუცლებელია თვითონ პავლე მოციქული ამბობს ჩვენში ხანდახან განხეთქილება საჭირო რომ ჭეშმარიტება დადგინდეს ეს განხეთქილება რას ნიშნავს აი სწორედ ეს ჭეშმარიტებისთვის ბრძოლა ყოველთვის იყოს შიგნით და უნდა იყოს და ეს თუ მოსწრეთ ჩვენა და ამათ კრიმინალური დევნა დაუწყეთ ესეთ ხალხს და არიქა ჩვენ გავატ მაშინ რა არის თქვათ იმ რეჟიმებს შორის თქვათ რომელიც ხო ახლა არაბულ ქვეყნებში რომლებიც ესე სისხლიანად ცდილობენ შეინარჩუნონ თავიანთი რეგიონი ხო ჩვენ ესე იგი იმისთვის ვცდილობთ ის არ დავკარგოთ ხო ეს პრივილეგია რომელიც აგვაქვს და არა იმისთვის რომ ხალხის სულიერი აღზრდელები ვიყოთ და სულიერი კულტურის ასე გენერატორები ვიყოთ ამისთვის კი არ ვყოფილვართ თუმცა ყოფილვართ ჩვენი კომფორტიზმისთვის და დაწყადია უკვე ასეთი ძრავები პირველ რიგში მინდა თქვა რომ ჩვენი პოზიცია სავსებით სწორია და სავსებით მისაღებია აი მე იმ ოთხტომეულს რომელთაც დავიწყეთ ისევ იმ თემას უბრუნდებით და ვამბობ რომ ის რაც ამბანთან მიმართებაში წერია იმდენად საოცრება და ამას ქვეყნის მოყვარული ადამიანი არ დაწერდა არათუ ისტორიკოსი
ქვეყანა რომ უყვარს ისევე არ დაწერდა ამას და არ მისცემდა ამ იარაღს გარშემო ჩასაფრებულ მტერს, მაგრამ სამწუხარო რა არის, იცით, მამა ავთანდილ, როცა ტელევიზორში არის გადაცემა, საპატრიარქომ მოიწვია მეცნიერები. და ჩვენ ვუყურებთ ტელევიზიაში, ვინ არიან ეს მეცნიერები? ეს მეცნიერები არიან სწორედ ისინი, რომლებიც ასეთ წიგნებს გვიწერენ. ეს ისევ საბჭოთა კავშირი გრძელდება ჩვენ მეცნიერებაში. ძალიან მწუხარ ამას რომ ძალიან მწუხარ და მეუბნებიან რა არის ამისთანა შენ რატომ უტევ მეცნიერებათა აკადემიას კი არ უტევ. საბჭოთა კავშირს უტევ ჩაბუდებულ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. ეს უნდა დამთავრდეს სამეცნიერო აკადემია, ანალოგიურად ჩვენი ეკლესია, უნდა ეროვნულ საფუძველზე და ინტერესებზე სამშობლით ჭეშმარიტი არის თქვენი ბრძანება. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთი გადმონაშთია, ერთ საქმეს ემსახურება და სამწუხაროდ ჩვენ და დღემდე აგრძელებს აი ეს ორივე უჯრედი აქტიურ იმპერიულ იმდროინდელ იმპერიულ ზემოქმედებას, უარყოფით ზემოქმედებას ერზე. და დაღუპვის გზისკენ მიაქანებს. ამიტომ ჩვენ ვერ მიხვდით დროზე რომ მათი მოდერნიზაცია გაგვეკეთებია. სრული დემონტაჟი უნდა მოხდეს. ეს არის რუსულ იმპერიულ ინტერესებზე ჩამოყალიბებული მეცნიერებითა და აკადემიას და საქართველოს სამოციქულო ეროვნული ეკლესიაც. ეგრეა რეალურად ეგრეა და ჩვენ თუ გვინდა ეროვნული სახელმწიფო ავაშენოთ, ეხლა მე ერთი გამოსვლა მომეწონა ჩვენი პრეზიდენტის 2009 წლის საპარლამენტო ანგარიშზე, მან ახსენა ყალბი მართლმადიდებლო. კი, შეფასება სწორია, მაგრამ მოქმედება კი ბატონო, ჩადის პრეზიდენტი და იფიცებს დავით აღმაშენებელის საფლავზე, გამოდის და ამბობს, ჩემი იდეალია დავით აღმაშენებელის, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ ასეთ ვითარებას ეკლესიაში. რატომ არ ვიღებთ დაუშვათ იმ ზონებს, რასაც ქვია რუის უბნისის კრება? ანუ რატო არ გვინდა ქართველმა ერმა მოიპოვოს აგრეთვე მატერიალურ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან ერთად სულიერი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. წაი რატო არ გვინდა? ხო, როცა ედუარდ შევარდნაძემ თავის დროზე პრეზიდენტობის დროს აქცენტი გააკეთა მაგისტრალურ ჩვენ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე და მაგისტრალებზე, ამით ფაქტობრივად მან ოპერატიული ამოცანა გადაწყვიტა. აი იმ დღეს, იმ მომენტში და ლოკალურ მომენტში რაღაცა თავდაცვის და რაღაცა ჩვენი ფუნქციის გაჩენის. თორემ რა თქმა უნდა, გრძელვადიან სიტუაციაში მხოლოდ განსაკუთრებული სულიერ კულტურული ძირები შეიძლება იყოს საფუძველი იმისა, იმ სულიერი მისიისა, რომელიც შეიძლება ერთს კონდეს. თორემ ეხლა იმ უკაცრავად და იმ ტრუბას ქართველი დაიცავს, აქ თუ ჩინელი არავითარი განსხვავება არ არის. ხო, ამდენად, მაგრამ რაც თქვენ ბრძანეთ, სავსებით სწორია ამ პრეზიდენტის მოქმედებაში, დღევანდელი პრეზიდენტის, მაგრამ ის ძეგლი, ბოთლის ძეგლი, მე დაგიდგით, იქ თუ ისი ეხლა ეგ რა თქმა უნდა, მაჩვენებელია უკვე ჩვენი მდგომარეობისა, იქ ადგილობრივი ხელისუფლების ინტელექტის მაჩვენებელია და აგრეთვე იმ ეკლესიისა, რომელიც დღეს ჩვენთან არის ეს ბოთლი. იმიტომ რომ როცა ესეთი მდიდარი თეოკულტურული ზონა გაქვს და იქ შენ ვერ მოგიხერხებია ეს თეოკულტურული ზონა ისე დაანახო პირველად რაიონში შევსულეს და ბოთლით ანახებ, უკვე მეტყველებს იმაზე რა დონეა ჩვენს სულიერ განათლებაში ეკლესიის თვალსაზრისით პირველად. ამიტომ მე ავიმაღლე ჩემ პროექტთან პირველად ხმა და მინდა ეხლა ასცენებმა კაცმა მოაწერა ხელი, კიდევ ბევრი მოაწერენ და ეს მთელი რაჭის ოფლები ჩამოვიარეს, სვანებიც არიან, ლეჩხუმლებიც უყოლა, სხვაებიც აწერენ ხელს, რომ ჩვენ არ გვინდა იქ იდგეს ბოთლის ძეგლი, იქ უნდა იდგეს ფუსტელი რაინდი, რომელიც განასახიერებს აი ამ სიმბოლიკას, აი ამ სამი კუთხისას. ხო, აი, ღვინის ბოთლი დავდგეთ, ეს ვთქვათ, სვანის სულისკვეთებას გამოხატავს, ეს არ გამოხატავს, რაც ეს საერთო სულისკვეთების გამოხატველი უნდა იყოს იქ, იმიტომ ეს რეგიონის ცენტრია და ზუსტად ეს საბოლოო რომ იქ დაიდგმება, ვთქვათ, ჩვენება არის რა თბილისის სიმბოლო, ქართველი ქალი, რომელიც დგას ხმლითა და ფიალით, არა, აი ამ ხარის სიმბოლიკა სწორედ ეს არის, ძალხელში ხმალი უჭირავს, მეორეში უჭირავს ჯვარი, რომლის მართლაც საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში ჩვენების და გადამნახველები იყვნენ. მამავადანდი ჩვენ უკაცრავად და ეხლა მინდა რომ ჩავამატოთ საკითხი, გაჟღერდა ძალიან საინტერესო სიტყვა, ეს არის ინტელექტი, რომელიც გამომდინარეობს ზუსტად აი ინტ შინაგანი ელ ღმერთის აქტიდან. ინტელ აქტი, რომელიც ადამიანს გააჩნია, ხო? ის მოქმედებს. მასში გამოხატული არის ღვთიური, ელ არის თვითონ ღვთიური, ღმერთი, მამაზეც იერული, ხო? და როდესაც ინტელექტზე არის საუბარი, აქ არის რა თქმა უნდა ადამიანის ღმერთიანობაზე საუბარი. რამდენად ღმერთიანია ადამიანი.
უნდა გვახსოვდება, რომ დიდებული ძეგლი ამირანისა, რომელიც კახეთის შესასვლელთან აქ იდგა, ცალხევში ხმალი ის ეჭირა, რა ქვია, ხანჯალი და მეორეში ჭირაღდანი, ისეთ დიდებული ყოონიანი იყო ავტორი და მოხსნეს და მე მგონი არც ვიცი ეხლა საერთოდ არსებობს თუ არა, გადაადნობდნენ ალბათ რაღაცა და მე მინდა თქვა, რომ მე ვიცი რომ ქიზიყში იდგა ეგა და ქიზიყს ეკუთვნის, იმიტომ ამოვალი მზის ხარი ახლა მაგასაც მე შევეხოთ, იმიტომ რომ ეს თეო კულტურა ეს თვითონ ძველი აღთქმის ჯურის კანონით სწორედ ეგეთი წესი იყო, რომ ქვეყნის აღმოსავლეთი პროვინცია ცხადდებოდა სადაძროულად და ასეთი იყო თაგვერი დასავლეთ საქართველოში ან კოლხეთში და აღმოსავლეთ საქართველოში ზემო იბერიაში ასეთი იყო ქიზიყი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენმა რადიოსმენელმა და ჩვენმა ტელემაყურებელმა პირველად გაგიცნოთ თქვენ და დიდი სიამოვნება მიიღო დღეს თქვენი საუბრით. მე ვიცი, რომ ჩვენ სულ 3-4 წუთი დაგვრჩა და ამიტომ რადგან დასასრულისკენ მივდივართ, თქვენ 3 წუთი გაქვთ მამო ალთანდილ, მე მინდა პირველ რიგში გთხოვოთ აქვე რადიოსმენელთა და საერთოდ ჩვენი მსმენელების სახელით, რომ თქვენ როცა ჩამოგბრძანდებით, ისევ მოგბრძანდეთ ჩვენ და ჩვენ გადაცემები ვაწარმოოთ, იმიტომ რომ ეს ჭირდება ქვეყანას. ახლა თქვენ გაქვთ კი ბატონო, მე სიამოვნებით ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ აი ამ მოწვევისათვის, იმიტომ რომ მე ვგრძნობ, რომ დღეს ფაქტიურად ქართველ ხალხს ჭირდება სულიერი საზრდო. რომ ქართულმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ ქართულად ბიბლიას ქვია, ბერძნულის სახელი არის ბიბლია, მას ქვია ეფუთი. რატომ უნდა იცოდეს? რატომ არ უნდა იცოდეს, რომ წმინდანებმა რატოა ბოდბეში? აი წეგან ვახსენე, რომ ჯულის კანონით ანუ ეზიეკელი პირდაპირ ამბობს, რომ როდესაც თქვენ მოგცემთ ქვეყანასო, ჩემთვისაც შეარჩიეთ მამულიო და ყოველთვის ცდილობთ ეს მამული აღმოსავლეთ ნაწილში შეერჩიათ, როგორც სახში ვაკეთეთ სამლოცველო კუთხეს ამოзвეს, რომ ეს მამული შუაზე ზუსტად გვაყოფთო და ზუსტად ჩემი სახელობის მამულს გავაკეთებ, ტაძარს გავაკეთებდო. ეს ძველი აღთქმიდან მოდის და აი ამან მომცა მე საშუალება რომ ეპოვა სწორედ კოლხეთის უძველესი მზის ტაძარი და ახლა ვიცით კოლხური მთავარი მზის ტაძარი ჩვენ შეგვიძლია უკვე ვთქვათ რომ სადიდო ის ოქროს აწმისი ფაქტიურად იმიტომ მთავარ ტაძარში იდოდა ეს ცნობილია და ყველანაირად ტოპონიმიკურადაც დასტურდა ახლა ბევრს ნუ ილაპარაკებთ ამ სადიდო თორემ წავლენ და აღარ დამკვირვებთ სოფელი კონკრეტულად ხო არ არის ეს არ არის ძალიან სასიამოვნოს ადამიანია ჩემი აზრითაც ანუ როგორ გითხრათ, ყველა სასიამოვნო ადამიანს, რომელიც განათლებულია და რომელიც ჩემს სულს ახარებს და გულს ახარებს, მოკრული იქნა საპატრიარქოს მიერ და კიდე მკითხავენ ვიღაცეები, რომ რაც ერჩი ამ საპატრიარქოსო რა. ხო და აწი მე კი აღარ ვერჩი, ეხლა უკვე ერთი მოუვლის მაგათ. მე მინდა გითხრათ კიდევ ერთი რამ, რომ ბატონი ავთანდილის ვიდეოებს კიდევ განვიხილავ, სხვა ვიდეოებიც აქვს ბატონ ავთანდილს ჩაწერილი და საინტერესო ბოლო სიტყვაობა გააჟღერა ქართულად ბიბლიას ქვია ეფუთი. ეფუთი არის საპატრიარქოში შენახული, რომელსაც აზის ილია. ფარველობს სიმაგრეს. დიდი მადლობას მოგახსენებთ თქვენ პირადად და საერთოდ სტუდიას ყველას და ყველა იმ მსმენელს, ვინც აი უყურებლებს მისმენდა და გაიზიარა ჩვენი მოსაზრებები და გაუჩნდა კითხვები ალბათ ბევრ ადამიანებს ეს კარგიც არის. ანუ ყველა ადამიანშია იმის პოტენციალი, რომ მან თავისი სულიერი კულტურული წარსული რაღაც შესაძლებლობებით გამოამზაუროს და მოიტანოს ხოლმე საზოგადოების წინაშე. ამით ერთმანეთს გავუმდიდრებთ. ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ მობრძანებისთვის ჩვენი მსმენელების სახელით. მინდა ვთქვა, რომ თუ ჩვენი პოზიციები ოდნავ მიუღებელი იყო ზოგიერთისთვის, ამისთვის ბოდიში მოვხადო, მაგრამ ალბათ დადგა მართლაც სიმართლის და ჭეშმარიტების დრო, მხილების დრო და გარდა ამისა სწორი ეროვნული პოზიციები ჩვენი ეროვნული ძირების დაცვით ჩვენ შევძლებთ ხვალინდელი საქართველო ავაშენოთ, თორემ დღეს რაც გვაქვს, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ. გმადლობთ ყურადღებისათვის. გმადლობთ ასევე ბატონებო. დიდი მადლობა, მე ეხლა ვეცდები რომ გავთიშო, იმიტომ რომ დაღლილი ვარ, ძალიან ვისიამოვნე მე მეორედ უყურე უკვე ამ ვიდეოს თქვენთან ერთად მეორედ და მე მაინტერესებს თქვენი მოსაზრებები, გაქვთ თუ არა, გაგიჩნდათ თუ არა საერთოდ კითხვები ამის მერე რაც მოისმინეთ ეხლა დღევანდელ ვიდეოში ბატონი ავთანდილის პირიდან რაც მოისმინეთ ბატონი ალეკო ჩინცაძის პირიდან და დამიწერეთ კომენტარებში. ჩაწერეთ თქვენი, ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო. იცოდეთ რომ თქვენი ყოველი სიტყვა, რომელსაც აქ დაწერთ, სიცოცხლის წიგნში იწერება და იქ ხედავენ თქვენ როგორ აქტიურობთ სიმართლის დასაცავად და როგორ არ აქტიურობთ. და ნელთბილ ადამიანებზე იესო ქრისტე სახარებიდან გაიხსენეთ რა საუბრობს და გეშინოდეთ ამის.
იმიტომ რომ ნელთბილად ყოფნა ღმერთს არ უყვარს. ნელთბილი ადამიანი სასუფეველში ვერ შედის. ასე რომ დღეს ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, გეშინოდეთ ცილის წამებისო, რამე თუ ეს დიდი ცოდვა არისო და მინდა გითხრათ, რომ გეშინოდეთ ცილის წამების, რამე თუ ეს მართლაც დიდი ცოდვა არის და ნუ დასწამებთ ადამიანებს ცილს, არამედ გამოიკულიეთ ძირფესვიანად, ეჭვის დონეზე თქვით. სხვათა შორის, მხილებასა და განკითხვას შორის ძალიან კარგად ახსენა ბატონ ავთანდილ გიორგობიანმა, ილია მეორეს მე კი არ განვიკითხავ, ილია მეორეს მე ვამხელ და მოვკითხავ. ბედნიერ საღამოს გისურვებთ, მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ. ქართველები ძალიან მიყვარხართ, დანარჩენებიც მიყვარხართ, მაგრამ ქართველები განსაკუთრებით მიყვარხართ, გონიერი ხალხი ხართ. ძალიან მნიშვნელოვანი სისხლი ჩქევს თქვენს ვენებში. ძალიან მნიშვნელოვანი. ასე რომ გაუფრთხილდეთ ერთმანეთს, დავუდგეთ ერთმანეთს მხარში, მოვძებნოთ ერთმანეთი, გავუზიაროთ მეგობრებს, ესეთი სიხარული გავუზიაროთ. ეს არ არის ფანატიზმი, მეგობრებო, ეს არის მეცნიერული კვლევები, რომლებსაც დიდი ბრძოლები ჰქონდათ გადატანილი, ვინც ესეთი მეცნიერული კვლევა დადო იმ ადამიანებს. ასე რომ ჩვენ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. გაკოცეთ გემშვიდობებით. მადლობა ბატონ ავთანდილს, მადლობა ბატონ ალეკოს, მადლობა თქვენ, რომ მიყურებდით, მადლობა ჩემს თავს, რომ შევძელი დღეს მიუხედავად ამდენი საქმისა კიდევ ჩამეწერა ეს ვიდეო, მადლობა უფალს ყველაფრისთვის, რომ გვაძლევს ამ ძალას და მადლობა სამყაროს, მადლობა ყველას და ყველაფერს.